ხოცებზე მეტი პასუხისმგებლობა დღეს ეკისრება მამუკა ხაზარაძეს გახარიაზე მე არ მაქვს წარმოდგენა. ადამიანებს აწამებს ქუჩებში, დემოკრატია არ აქვს, არჩევნებს არ აქვს. ანუ ხო ამიტომ დაადეს სანქცია. ანუ დასავლეთი არ იფიქრებს რომ რატო დაუწესო სანქცია? ესენი თუ მაინც შიგნით სიამტკბილობა აქვს. ვიჩია, იაგო. ამ ტიპს რა აქვს გაკეთებული, ცი? ქართულ ოცნებას მიყიდა, ბიჭო. როგორ შეიძლება 14000 ლარ შემოსავალზე უარი თქვა? თუ არ იპარავ კანონის გეშინია თუ ჩვენი ღირებულებაა ესეთი. ესე მივიდა და ხმამისა ქართულ ოცნებას გუნდის მორჩილებისთვის იყენებს ასე. ან მე მივიდევნებ რომ ტილი მომეცი, სად არის აქეთ ფული მოიპარე? პანდემიის პერიოდია რესპუბლიკურ უნდა მოეწესრიგებინა, ბოლოს დაიჭირეს. დაიჭირეს? კი, დაიჭირეს. ანუ თვითონაც პრობლემების წინაშე არიან. ბიჭო, მოეშვი. ბიძინას ბანკის აღმასრულებელი დირექტორის გოჩა ჩიკვილაძის ბიძაშვილის ქმარია. პოლიტიკური გადაწყვეტილება არის ბიძინა ივანიშვილი. ლონდრია რა, დაცვა დაუნიშნეს, იმიტომ რომ ვითომ კლავდნენ. ხო, სად არის ეს გამოძიება? ვინ კლავდა კალენდარიშვილს? მაშინ იმას იოსელიანს ეჭხუბებოდა რატო არ დაგვიწევდა? დორბლი მოდიოდა, სისხლები მოდიოდა. პასუხისმგებელი იყო ყველაფერზე. ეს ადამიანი გახლავთ გიორგი სტურუა. ეს რანაირი პოლიტიკური გარემოა. მოიცა, არ მინდა კაცო ევროკავშირი გადავდოთ 2008 წლამდე. ჩემთვის მაგალითად ბიძინა 2013 წელსაც რუსი იყო, იაკერზაია რომ მოკლეს, იქიდან მოყოლებული. ჩემთვის აბსოლუტურად გასაგები იყო რა ხელისუფლებასთან ქონდა, რა რეჟიმთან ქონდა საქმე. მოგესალმებით, მივესალმებით მაყურებელს, ხაბეს პოდკასტი აბრეშუმის გზა გამოიწერეთ ჩვენი არხი, ძალიან მნიშვნელოვანია, 1000-ობით გამომწერი მოგვემატა სხვადასხვა უკანასკნელი ორი გადაცემის შემდგომ 300,000-ზე მეტი მაყურებელი ყავს, 100,000-ზე მეტი უნიკალური მნახველი და რო გვიყურებთ, გამოიწერეთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი კარგი ინფორმაციები მოგეწოდოთ ხოლმე. დღეს ჩვენი სტუმარია ბესო დონაძე, ძალიან აქტიური ანტიკორუფციონელი ადამიანი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ამ ხელს ხოლმე, ბესო ჩვენი დასასვლელი რო არაფერი არ გვაქვს, ვიცი რომ მეც შენც რიგ შემთხვევაში სხვა ადამიანს სხვისას ვითვლით ხოლმე, რა მოიპარეს, რა შეჭამეს, რა გააკეთეს, დასასვლელი რო არაფერი არ გვაქვს, ხედავ ხო, ფაქტობრივად იატაკ ქვეშეთიდან გვიწევს პოდკასტების კეთება. იმ პირობებში ტელევიზიას დაუქმებენ. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ამ დათვლასთან დაკავშირებით ეს ცოტა კურიოზულ ამბავს გაგიზიარებ. რაც სამსახურში ის ოფისში მივდივარ და ხო იცი საგარელი რო აცხადებს რაღაც ის რო აქვს. ჰოროსკოპი ხო აცხადებს ვის რა ელოდება რა და ჰოროსკოპით სასწორი ვარ და ერთი ჩვეულებრივი ის არის ერთი დღე და იძახის სასწორი რომ დღეს სასწორები სხვის ფულს ნუ დათვლით. ფაქტობრივად საგიუქმა სამუშაო დღე. სახში დაუბრუნდი პირდაპირ. აბა რა დავთვალოთ ხო? ძალიან კარგი, მოკლედ. ბესო, მართლა რა ვიცი, შენ ხშირ შემთხვევაში ხარ ხოლმე პირველ წყარო რაღაც კონკრეტულ კორუფციებზე, კორუფციული ასე ვთქვათ საქმეების გახეთქვაზე, ისე საბოლოო ჯამში მე აუდიტის სამსახურის ან რაღაცა პროკურატურის მიმართულებით რო წახვიდე, ალბათ სხვა მასალა გექნება ამას დასაჭერად, რა სიტყვი? კი, მასალები ძალიან ბევრია, სხვათა შორის ჩვენ მასალებს აგროვებს ბიძინა ივანიშვილი, ჩვენს ამბებს და მე მისი გუნდის მორჩილებისთვის იყენებს ასე. ან მე მივიდევნებ რომ ტილი მომეცი, სად არის აქეთ ფული მოიპარე? ეგ დონაძემ რო თქვი ფული რომ მოიპარე, სად არის ეგ ფული? ხო, ძალიან ბევრი ყოფილა ჩვენ ანუ ჩემს მიერ გაჟღერებული ამბები, შემდეგ აუდიტის სამსახურს აქვს დაწერილი, საქმე ძაღზრეს, მაგალითად რესპუბლიკური შემთხვევაში იყო, როდესაც 1.5 მილიონი მისცეს კასპელ ადამიანს, კასპში დაბადებულ ადამიანს, რომელსაც საერთოდ არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა, არაფრის, საერთოდ გონზე არ იყო ხელშეკრულება, ვინ დაუდო, რა დაუდო, სად იყო, კაცი სოციალურად დაუცველი იყო, დედამისს ეგონა რომ რაღაც ყანაში იყო გასული მიწა სამუშაოებდა და რო უთხარით რომ 1.5 მილიონი აქვს შენ შვილს, გაგიჟდებოდა გადაიღო. არა, ხო, ნუ ეს ხალი ძალიან ცუდად გახდა რა 1.5 მილიონი და საბოლოო ჯამში ეს ამბავი რომ გასკდა რესპუბლიკურის რეაბილიტაციას ეხება, ეს არის ის პანდემიის პერიოდი არის, რესპუბლიკური უნდა მოეწესრიგებინათ და ნუ მაშინ ძალიან ესეთი კოცების რეაქცია იყო, რომ ნუ ეს რა გვაკადრეთ, რას ნიშნავს ეს რაღაცა 1.5 მილიონი, რომ ყველაფერი წესრიგშია და ბოლოს დაიჭირეს. დაიჭირეს? კი, დაიჭირეს ახლა ამ წუთას. ნუ ღური შენ შესყიდვების ხელმძღვანელი ვინც არის? ვიღაცას არ გავუყო, მაგით დაიჭირეს თორემ რა 1.5 მილიონი ხო, არა, მან იყო მე რომ რესპუბლიკურში დაჭირდათ რაღაც რეორგანიზაციები და უნდათ რაღაც ფაქტები და ნუ იცოდნენ რაც იყო მათ. ცუდად ნაკეთები, არაკანონიერად ნაკეთები და შესაბამისად ხო რა თქმა უნდა დაიჭირეს ისიც, მისი დამკვეთიც, შემკვეთიც. მოგეთ მათი პოლიტიკური მიზნებიდან იყო გამომდინარე. ჭირდებოდა და დაიჭირეს. თან არ გაყო ახლა 1.5 მილიონი და. ეთქობა ხო ახლა ვინც ყოფს? იმას არ იჭერენ, ისინი სვაბოდაზე არიან. მოკლედ დღეს სხვათა შორის ახლა ჩემ მაყურებელს მინდა უთხრა რომ
ჩვენ მაყურებელს მინდა უთხრა რომ კორუფციაზე არ ვსაუბრობთ. დღეს კორუფციის გარეშე. მოგვიწევს, მაგრამ ხო, თემა უთხრათ რა არის? ჩვენი თემა დღეს არის რა? სამწუხარო რეალობაა, რომ ამ ძიმე ვითარებაში, როცა ესე იგი ბიძინა ამ სანქციებს. არა და დღეს ელოდებიან ახლა ვიზე ვისაუბრებთ, ვინ რა ხდება? ნეტა. აი მოეშვით ბიჭო, მოეშვით. დამშვიდეთ და მაგაზე შემდეგში ვილაპარაკებთ ახლა მაგ იმეებზე, კორუფციებზე, მაგრამ დღეს უნდა ვისაუბროთ არჩევნებთან დაკავშირებით, ანუ თემა რა გვაქვს? რომ და შენი აზრი რაზე მაინტერესებს და პოზიცია ცხადია არგუმენტირებული, რომ მაყურებელს აუხსნათ. რატომ არ უნდა მიიღოს ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა? როგორი მნიშვნელობა აქვს ამას, რომ არჩევნებში არა კაცო. ვიღაცას მართლა ეს სიტყვა რით შევცვალო არ ვიცი მართლა, იმიტომ რომ არჩევნებში მონაწილეობა როგორ არ მინდა კაცო, მინდა სპექტაკლში არ მინდა მონაწილეობა, თამაშში არ მინდა მონაწილეობა, უკვე რო გაყალბებულია იმაში არ მინდა მონაწილეობა, თორე არჩევნები აბა ეხა მე და შენ ეხლა რა ინტერესი უნდა გქონდეს გარდა იმისა, რომ არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა. ოღონდ ივანიშვილის პირობებში არჩევნებში არა. თავისუფალ არჩევნებში. ამიტომ დღევანდელი თემა გვექნება ჩვენ რატომ არ უნდა მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა? ერთი, როგორ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირობებში გვიწევს მუშაობა? მეორე, მესამე, ანუ როგორ არიან ეს ადამიანები და როგორ აქვს ივანიშვილის ეს კლანი აწყობილი და არგუმენტირებულად, მათ შორის კანონმდებლობის დონეზე ვისაუბროთ, რა შეცვალეს, რა კიდე უფრო გაართულეს, უკვე დაკვირვების უფლებაც აგვიგზავნეს პრინციპში რა არჩევნებში უნდა მივიღოთ მონაწილეობა. ხო, ძალიან რთული სიტუაცია არის ახლა, თან მით უმეტეს მაშინ, როდესაც პარტიები, რომლებიც იძახდნენ, რომ არჩევნები არ ვაღიარეთ, ბოიკოტის რეჟიმში ვართ, დღეს ის პარტიები იძახიან, რომ არჩევნებში უნდა შევიდეთ. ხო, პირველი რაც არის და ამომრჩეველი, რასაც აკვირდება, ეს არის ზოგადად თანმიმდევრულობა. ანუ რაღაცა საკითხებში და საერთოდ საკითხებში კი არა, ზოგადად თანმიმდევრული უნდა იყოს ადამიანი. ყველაფერში თანმიმდევრული უნდა იყოს, ხო? ანუ გადატანით მნიშვნელობით რო ავიღოთ, საჭმელიც არ კეთდება, ხო? თანმიმდევრულობა არის. დასაცავი, ხო? ერთადერთი რასაც მე მგონი თანმიმდევრულობა არ ჭირდება, აჯაფსანდალია, ხო? და ბოლოს მივიღებთ პოლიტიკურ აჯაფსანდალს, ანუ არ შეიძლება თანმიმდევრულობის გარეშე გამორიცხულია. 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები რო გაყალბდა, აღიარა თვითონ ქართულმა ოცნებაც აღიარა, რომ არჩევნები არის გაყალბებული. ანუ თვითონაც პრობლემების წინაშე არიან. იციან რომ არჩევნები გააყალბეს, იმიტომ რომ მათ გააკეთეს ეს ყველაფერი. შესაბამისად, არაღიარება გაგრძელდა საერთაშორისო ორგანიზაციები, ხო, სადამკვირვებლო ორგანიზაციები, ქვეყნები, ევროპის ქვეყნები, ყველა, ანუ გარდა ორბანისა, ხო? ამომრჩეველით შეთანხმდა რომ არჩევნები არის გაყალბებული. ანუ ამომრჩეველს მოპარეს არა, ორბანმაც იცის უბრალოდ აქ ჯიგრული პონტია რა რაღაცა. ამომრჩეველმაც ხო იცის რომ მასმა მოპარეს პარტიებმა და მოკლედ საბოლოო ჯამში ყველა ვთანხმდებით იმაზე რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. ამის შემდეგ თანმიმდევრულად გაყალბებული არჩევნების და არაღიარების შემთხვევაში რასაკეთებ, ხო? ანუ არ შედი პარლამენტში არ შესვლა მანდატების დათმობა, სახელმწიფო დაფინანსებაზე, საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარის თქმა, ეს სხვათა შორის საბიუჯეტო დაფინანსება 2020-ში პარლამენტში, ანუ 2020 წლის პოლიტიკური κρიზისი რო იყო, მაშინ ქართულმა ოცნებამ მიიღო და მიაბა პარლამენტში შესვლა არანაირი კავშირი არ აქვს. ის არის ის ითვლება, ანუ რამდენმა ამომრჩეველმა მოგცა ხმა და ის ამომრჩევლის თანხა არის, რომელიც პარტიებს ერიცხება და საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს პარლამენტში მისვლა არ მისვლასთან დაკავშირებით. ნუ მაგრამ კარგი რაღაც. მაგრამ ერთგვარი ის იყო, არ შემოხვა, მაშინ ფულს აგართმე, ანუ ხო. ივანიშვილის მეტი ხარფერაშვილ, ანუ ეს არ შემოხვალ ფული არ იქნება. მისი დასჯა არის რა, რომ ფული უნდა წაართვას ვიღაცას, ანუ სხვა დასჯის მეთოდი არ არსებობს. თუ ფულს ვერ ართმევს, მაშინ დაიჭერს. ანუ ყველაფერი ფულით იწყება და ფულით თავდება. და გავუყვეთ ახლა თანმიმდევრულად, რომ არ მივიღეთ დაფინანსება, შემდეგ ცესკოში წევრი არ უნდა დანიშნო, ანუ ყველაფერი არის თანმიმდევრული ბოიკოტის რეჟიმში ხარ. ამ ბოიკოტმა ეხლა სხვა შორის ძალიან ცუდი არის, როდესაც არის საუბარი, რომ აი რა შედეგი გამოიღო ბოიკოტმა. კაცო, ეს ბოიკოტი არის ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდი. არა ერთ-ერთი მეთოდია ბოიკოტი, ანუ აქციებია, რაღაც გზის გადაკეტვა, პიკეტია, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ბოიკოტიც პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდი არის და საკმაოდ როგორ გითხრათ, აი ძალიან კარგად მოქმედებს ქართულ ოცნებაზე ეს ბოიკოტი. და ბოიკოტმა გარკვეული შედეგები უკვე გამოიღო. გარკვეული შედეგები გამოიღო ის, რომ არაღიარება გაადვილდა, ანუ ევროკავშირის ქვეყნებმა
ჩვენ ბოიკოტის რეჟიმში ვართ და შესაბამისად ევროპული ქვეყნები ხარს გვიჭერენ, ხელისუფლებას არ აღიარებს არავინ, ანუ ხელს არ ართმევს ამ ადამიანს, საელჩოს თანამშრომლებს დაძდებენ, რომ სურათები გადაიღონ, ხო? კანცელარიის თანამშრომლებთან იღებენ სურათებს საელჩოში, რომ ანუ სადღაც ვიღაცა უცხოელი ნახონ და სურათი გადაიღონ. უკვე ისეთ მდგომარეობამდე არიან მისული. ანუ ეს ბოიკოტის შედეგი არის ეს ყველაფერი. ანუ დღეს ევროკავშირს, ევროპულ ქვეყნებს, ამერიკას, ანუ ცივილიზებულ სამყაროს რა შეხედულებაც აქვს ქართულ ოცნებასთან და როგორც აფასებს ქართული ოცნების პოლიტიკას, ეს არის ბოიკოტის შედეგი. ბოიკოტის შედეგი არის ამდენი სანქცირებული ადამიანი, ანუ აქციები, ბოიკოტი, ანუ ბოიკოტი არ არის ერთადერთი, ეს არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და საკმაოდ ისეთი ეფექტური არის. და ამ ეფექტურობას უშვებთ ხელიდან, ანუ ჩვენ არ უშვებთ ხელიდან, ახლა კონკრეტულად ახალი რომელ პარტიასაც მე წარმოვადგენ არ უშვებს, ხო? ნაციონალურ მოძრაობა, რომელსაც გაცხადებული, ანუ ცხადად ვთქვით რა გვინდა. ხო, ვიძახით რომ ბოიკოტის რეჟიმში ვრჩებით. ბოიკოტის რეჟიმში ვრჩებით, იმიტომ რომ არ არის გამოსწორებული ის პირობები, რა პირობებსაც ჩვენ ვითხოვთ. რის გამოც არ ვაღიარეთ არჩევნები. რის გამოც არჩევნები არ ვაღიარეთ. ამ არაღიარებას და აი ამ რაღაცა ცუდ კანონმდებლობას და ქართული ოცნების ცუდ პოლიტიკურ საქციელებს ასევე დაემატა ადამიანების თავისუფლების აღკვეთა, ხო? ანუ ჩვენი კოალიციიდან ერთი ლიდერი, ორი ლიდერი დაჭერილია, მესამე რიგშია, ხო, რაღაც 13-ში აქვს გვარამიას პროცესი. და ამის გარდა კიდევ, ხო, ანუ ის კანონმდებლობა და ხო, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ანუ არჩევნებს მიაბანო, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, არჩევნებს კი არებია, პოლიტპატიმრები უპირობოდ თავისუფლებიან, ანუ თავისუფლდებიან პოლიტპატიმრები და მერე იწყება საუბარი უკვე შეთანხმებულ არჩევნების ჩატარებაზე, ხო? ანუ კანონმდებლობის შეცვლაზე, ცესკოს მთლიან განახლებაზე, ხო, ანუ ის ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც ახლა არის. მივალთ მაგამდეც. ეს არ არის ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც არჩევნები უნდა ჩაატაროს საქართველოში. შესაბამისად, რაღაცა პირობები არსებობს და ეს პირობები დაკმაყოფილდება იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება იქნება ქართულ ოცნებასთან ვიქნებით ბოიკოტის რეჟიმში, ანუ არ თანამშრომლობის რეჟიმში. ქართული ოცნებაც ხო არ თანამშრომლობს ოპოზიციასთან, ანუ არ ელაპარაკება, დიალოგი არ აქვს, თავისი ცხოვრება აქვს, ანუ რაღაცა შემოისაზღვრა, თავისი ამორჩეველი, რასაც აკეთებს, თავისი ამორჩევლის გასამტკიცებლად აკეთებს. ანუ ქართული ოცნება ახლა არ მუშაობს, რომ ამორჩეველი მოიზიდოს. პირიქით, ქართული ოცნება ახლა არის თავისი ამორჩევლის შენარჩუნებაზე გადასული, იმიტომ რომ ეს ამორჩეველი, რომელიც მას პროევროპული ამორჩეველი ხარს უჭერდა და ამ რაღაცა ბუნდოვანებაში იყო, რომ თითქოს ქართული ოცნება ევროპისთვის რაღაცეებს აკეთებს, რომ ევროკავშირში შევიდეთ და რაღაც ნორმალური ქვეყანა ვიყოთ, ეს ყველაფერი უკვე ნელ-ნელა ინგრევა. შესაბამისად, ეხლა მას ეს რაღაცა ძალადობები და ყველაფერი ჭირდება, იმიტომ რომ რაღაც თავის ქორამორჩეველი შეინარჩუნოს იმის გარდა, რომ მაგალითად მას არჩევნებზე ყავს საჯარო სამსახური, ხო? საჯარო სამსახური, რომელსაც ეს მისცემს მიმართულებას, მიდის ყველა ხმას აძლევს. და ეს სხვა შორის ამ მე კიდე გავშალოთ ეს თემა, საჯარო მოსამსახურეების 95% გააკონტროლეს მათი ხმა. და საჯარო სამსახურების 95% აი ესე მივიდა და ხმა მისცა ქართულ ოცნებას. ზოგმა იძულებით, ზოგმა ნებით. ძალიან ბევრმა იძულებით, მაგრამ ეს იყო გაკონტროლებული ხმა. ამ ხმას უკონტროლებდნენ უბანში, ხმას უკონტროლებდნენ სამსახურში და მოკლედ ძალიან დიდი სქემა და ამ სქემის რაღაცა ნაწილსაც მოუყვებით. ნახე, პოლიტიკური შეფასება როს დავამთავრე და მე კონკრეტიკაზე გადავიდეთ. ანუ შენ ახლა რა ექსკურსიაც გააკეთე რა. ესე იგი, რეალობა არის შემდეგი, ანუ რაც მოყევი, აი ჩემი მხრიდანაც რომ მოკლედ შევაფასოთ, ხო? ესე იგი, არჩევნები გაყალბდა, 2020 წელსაც გაყალბდა არჩევნები, მაგრამ დასავლეთმა თქვა, რომ იცით რა, ეხა ბიზნესი არც თუ ისე ცუდი კაცია და მოდი ოპოზიცია შედით პარლამენტში. შარლ მიშელი ჩამოვიდა, რაღაცა ჩვენზე იყო პირიქით ზეწოლა, რომ შედით ახლა პარლამენტში, რაღაცას დათმობს ოცნება, რაღაცას გამოსწორდება. ევროკავშირი არასდროს არ გეტყვის ქუჩაში გადი. ხო, არა. ნორმალური ქვეყნებში უნდა იჯდეს და დიალოგი მიდიოდეს. აბსოლუტურად სხვა რამის თქმა მინდა. 20-20-მდე 2018-ში გაყავდა საპრეზიდენტო არჩევნები, იაკერზაია რომ მოკლეს, იქიდან მოყოლებული, ჩემთვის აბსოლუტურად გასაგები იყო, რა ხელისუფლებასთან ჰქონდა, რა რეჟიმთან ჰქონდა საქმე, 2018 წლიდან მოყოლებული განსაკუთრებით. 2018 წლის არჩევნები გაყავდა, 2020 წლის არჩევნები გაყავდა, უამრავი ფაქტი დაიდო, თუმცა ცივილიზებული სამყაროს და საზოგადოებაც ჭოჭმაობდა რა. ეხლა ნუ არა, კი ცოტა გაყავდა, მაგრამ ალბათ ისეთი არაფერი. მოდი
ესეთი განწყობა იყო ქართველებში, საქართველოს მოქალაქეებში, ესეთი განწყობა იყო დასავლეთში. დასავლეთს ამბობდა, ვიცით, ეხლა თქვენ შედით რაღაც 2020 წელს რა მოხდა, ხო? არჩევნები გაყალბდა, არ აღიარა ოპოზიციამ და რომ არ აღიარა, არ შევიდა პარლამენტში, უარი თქვა დაფინანსებაზე მნიშვნელოვანია სხვადასხვა. ხაზი გაუსვათ პარლამენტში რო შესულებმა გაყალბების პირობებშიც კი ადამიანებმა თქვეს თქვით უარი, მათ შორის 14000 ლარ ანაზღაურებაზე. ხო, ეხლა პატარა ამბავია, ეხლა საქართველოს მოქალაქეს უთხარი რამდენია 14000 ლარი ანაზღაურება. მაგრამ ეს პრინციპული პოზიცია იყო, მიხვდები, ანუ ადამიანებმა საკუთარ კეთილდღეობაზე, მოდი სიმართლე ვთქვათ, ხო? საკუთარ პირად კეთილდღეობაზე თქვეს უარი, ხე კოცი ვერ გაიგებს, როგორ შეიძლება 14000 ლარ შემოსავალზე უარი თქვა. რა პრინციპის გამო შეიძლება კოცმა თქვას 14000 ლარზე უარი. თქვა ამ ადამიანებმა პრინციპები დააყენეს წინ, ქვეყანა დააყენეს წინ, თქვეს უარი. ესე იგი დასავლეთი გიყურებს, ხო? ნახა მან არგუმენტები, ნახა მან წინასაარჩევნო გარემო, ნახა გაყალბება და თქვა, რომ იცი რა, მოდი არჩევნები გაყალბდა, მე ამას არ ვაღიარებ, ახალი არჩევნებია ჩასატარებელი, ოპოზიციის მხრიდან იყო საერთო რომ არ ვაღიარებ, პარლამენტში არ შევდივართ, იმიტომ რომ ეს არის არალეგიტიმური. ეგ არის თანმიმდევრულობა, ანუ ერთ აზრზეა ყველა მონაწილე პარტია. ამიტომ, ხო და ნახე, ამიტომ ქონდა შედეგი. შედეგი, ხო და მაგას შედეგი რა არის, რო კითხულობენ. შედეგი არის, მათ შორის ქუჩის პროტესტი არის მთავარი ცხადია, მაგრამ პოლიტიკური ინსტრუმენტია ის, რომ პარტიებმა არ აღიარეს. აბა შენ როგორ წარმოიდგინე ახლა ერთი წამით, რომ ოპოზიციის მაგალითად 4-დან 2 მაგალითად პირობითად შევიდა პარლამენტში. რა სიტყვა და დასავლეთ, ხო, რა ვიცი, ძმებო, ხო, თუ თქვენ მოგწონთ ეგეთი მდგომარეობა, არავის თავს არ აიტკიებდა, ბესო იტყოდე რომ გაყავდა, მაგრამ გამოასწორეთ, იმუშავეთ კიდე. მაგრამ ამ ბოიკოტმა და არ შესვლამ პარლამენტში მოიტანა ის, რომ ევროკავშირის ქვეყნებს, ამერიკას, დიდ ბრიტანეთს ყველას ჰქონდა ერთი პოზიცია. არჩევნები გაყავდა, მეტიც კაცო, გარდა იმისა, რომ კონკრეტული ქვეყნები ასანქცირებენ ამათ, რეზოლუციებს იღებენ, სადაც შავით თეთრზეა დაწერილი, რომ არჩევნები არ შედგა, ხელისუფლება მიტაცებულია, ანუ ნახე, შედეგი მივიღეთ. ბესო, არ უნდა გქონდეს ვინმე საქმე, რომ იცი რა, შედეგი რა მივიღეთ? არ აღიარება სანქციები და გაგრძელება. ხო, გაგრძელება მინდა და გაგრძელება მინდა მოგცემ დროს უამრავი დრო გვაქვს, ბევრი უნდა, უბრალოდ პოლიტიკური შეფასები უკვე სიღრმეში სანამ შევალთ, მე მინდა რომ პოლიტიკურია ის კარგად ავხსნათ, ანუ შედეგი ამან მოიტანა. ამან დადო შედეგი. და მეორე მაგას გეუბნები რომ არ ვეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებიც ტელევიზორში სვავენ რაღაც ძალიან ესეთ ტელევიზიებში, პოდკასტებში, ძალიან ხშირად მომისმენია რაღაც პირადი ვიდეოების ჩაწერაც ნახე, რომ სვავენ კითხვას, რომ აი ბოიკოტის მერე რა ხდება? ნუ აი ესეთი კითხვა უბრალოდ თუ პოლიტიკაში ხარ და უდნავ გაგეგება არჩევნები, აქციების მერე რა ხდება? ხო, კი, დილით რო ადგები რა ხდება? ანუ ესეთი კითხვა უბრალოდ არ უნდა. არა, მაშინ მოიცა, მე დავსვამ. კასპს რომ მოვიგებ მე რა ხდება? ხო, ანუ საგარეჯოს რომ მოვიგებ მე რა ხდება? ესეთი კითხვა არარელევანტურია. არ ისმება, ხო, ანუ ბოიკოტის მერე რა ხდება? ბოიკოტის მერე მოხდა ის, რომ იყო არაღიარება, ბოიკოტის მერე მოხდა ის, რომ არის სანქციები. ბოიკოტი არის პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდი. ხო, სწორია, კაცო, სწორია. პოლიტიკური ბრძოლის მეთოდია აქციები, პროტესტი, ბოიკოტი, გზის გადაკეტვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არა, ხო და მე რას სხვადასხვა მეთოდები არის და ყველა მეთოდით ვბრძოლობთ. შესაბამისად, ყველა მეთოდი პატარ-პატარა შედეგს გამოიღებს, რომელიც ბოლოში ერთად აისახება ყველაფერზე. ოღონდ ის, რომ რაღაცა დღეს აქციებმა არაფერი შედეგი არ გამოიღო და ხვალ მოდი აღარ შევიკრიფოთ, ესე არ შეიძლება. ხვალაც უნდა შევიკრიფოთ, ზეგაც უნდა შევიკრიფოთ. აქციები მე-200 დღე იქნება ახლა საიუბილეო, ცოტა ხანში და ძალიან კარგია, რომ ყოველდღე რუსთაველი იკედება, ყოველდღე რო აქციებია და შესაბამისად ბოიკოტის რეჟიმიც აქციებთან ერთად არის ძალიან მნიშვნელოვანი. ესა ბესო პოლიტიკური ნაწილში ევროპელებს ასვეუნებთ, აი ამერიკელებს ასვეუნებთ. სანქციები რატო დაადეს? სანქციები რატო დაადეს? არჩევნები გაყავდა და გეუბნები, ბიძინამ არ ჩაატარა არჩევნები. ბიძინას პერსონალურად რატო დაასანქცირეს, რომ ესე იგი ადამიანებს აწამეს ქუჩებში, დემოკრატია არ აქვს, არჩევნებს არ აქვს. ანუ ხო ამიტომ დაადეს სანქცია. ეხლა ნახე, რა მოხდა? ეხლა მე და ვიტომ, ესე იგი მე რომ მქონდა შენთან ჭუბი და ვიტოს თხოვო, რომ ეს არის ცუდი და ფაქტები დავუდო რა. და ვიტო გამომყევი, ვიტო ხო გამომყევი, ბესო დონაძეს უნდა ვეჭხუბოთ, იმიტომ რომ აი არასწორად მომექცა რა, რა ვიცი, არ დამარბია, ხელი გამარტყა, არასამართად არ აკონა და ვიტომ ნახა ეს არგუმენტები და თქვა რომ მართალი ხარ, ლევან, შენ მოდი ახლა მე გამომყევი ბესოს და საჭხუბრად. მე და ბესო მოვედით საჭხუბრად რა ბჭყალებში ხო და გეუბნებით მე და ბესო. ჩემს გარდა უკვე ბესო ვიტოც გეუბნება რომ ბესო შენ ის რა ქვია, სუდად იქცევი ძმაო, ეს არ არის სწორი როგორც იქცევი. და ეს იცი რა, შენ არ ახარ სწორი ადამიანი რა და მე საერთოდ შენ აღარ დაგელაპარაკები და ხელს არ ჩამოგართვე და მე და ვიტო წამოვედით ბედნიერ, იმიტომ რომ ვიტოც ჩემი მოამხანაგე გახდა, უკვე ორნი ვართ, მარტო არა ვარ. წამოვედით, ვიტო ამბობს, ბესო დონაძე ცუდი კაცია.
და ამ დროს უცებ მე ვიტოსგან მალულად მოვედი და პარაკი დაგიწყე. არა ხე, კი ვიჩხუბეთ, მაგრამ მოდი რა. მე და შეხوار ეგ არის ბიჭო. ევრიგდინ! ხოჩო, დამთავრდა ყველაფერი კარგი, დამშვიდა მშვიდობიერად. გახოდის დიდი მადლობა. იმათ ეოვნები რომ არჩევნები გაყალბდა, ეხლა დასავლეთი რო გიყურებს და შენ რაღაცა დისკუსია გახსენი რომ ისევ ბიძინას ორგანიზებულ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, იგივე საკანონმდებლო ამბავია უარესი, კიდე იგივე მე თავარი არის ბიძინა არის, თავარი აღარ პრობლემა ბიძინა, კალანდარიშვილი კი არ არის პრობლემა, ბიძინაა პრობლემა. იგივე ბიძინა ორგანიზებდა, ვიტო რო დაინახავს რომ მე შენთან ვლაპარაკობ, აი დასავლეთი რო უყურებს რომ ესენი არჩევნებში შედიან. მე რატო არ დავებ? მოიცა კაცო, ესენი ვერ არიან ცოტა. ამ დასავლეთი არ იფიქრებს რომ რატო დაუწესო სანქცია? ესენი თუ მაინც შიგნით სიამტკბილობა აქვთ. თუ მაინც ესე იგი ბიძინას არჩევნებში მონაწილეობენ. მოიცა რა კაცო, რა მაჩხუბი, რა მინდოდა ბესოსთან? მე საერთოდ რამე არ მინდოდა ბესოსთან ჩხუბი, კაცო, აგერ შენ ვარ მოგეტანა ეს ფაქტები, მე რა ვიცი, მან რა ხდება პირობითად, ხო? მე ჩემი საქმე მაქვს ძმაო, მაგრამ რომ მოხვედი და რომ მითხარი, რომ დაასანქცირე, გვერდში დამიდექი, ეს უკვე ნიშნავს, ჩემო ბესო, რომ ბიძინა ივანიშვილის პირის მობანას აპირებენ კონკრეტული ადამიანები და დღევანდელი პოდკასტის მე მინდა ერთი პოლიტიკური შინაარსი და ასევე ტექნიკურად საქმიანად აუხსნათ, რასთან გვაქვს საქმე, რატო არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა. ამორჩეველს უნდა განვუმარტოთ კარგად მოგეთ კანონმდებლობიდან გამომდინარე, ანუ რას ვედავებით, რისი შეცვლა გვინდა ამ კანონმდებლობაში, ხო? და ხშირია საუბარი არის ძალიან ხშირად ესეთი, რომ საარჩევნო კოდექსი გააუარესეს საარჩევნო კოდექსი, ოღონდ ეს რომ გააუარესეს და რაღაცები რომ შეცვალეს. ეს როგორ იმოქმედებს არჩევნების დღეს. ანუ კონკრეტულად რა ხდება კონკრეტული ცვლილებების დროს. ანუ დღეს შეხვიდე ისეთ არჩევნებში, სადაც სრული უპირატესობა აქვს ქართულ ოცნებას. პირველი ის რომ დავიწყოთ დაკომპლექტების წესი, ხო? ანუ როგორ არის CSKO დაკომპლექტებული და რა ვის რამდენი ადამიანი ყავს CSKO-ში. ანუ ის რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ვინმე არის ნეიტრალური, ეს არის სრული აბსურდი, ხო? ანუ კალანდარიშვილი ხო ნეიტრალური ვერ იქნება. აუღოთ ნეიტრალურად არის შერჩეული, ეს არის ნეიტრალურად. ხო, ნეიტრალურად არის შერჩეული, ნუ კალანდარიშვილი როგორ აირჩიეს, როგორ მოარგეს მას ყველაფერი ის, რომ საერთოდ ასე ქვია ოპოზიციის ხმა აღარ არის საჭირო, პრეზიდენტმა რო არ წარადგინოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგენა და ასე შემდეგ. აი ეგ დეტალები ვთქვათ, ნახე ადამიანებს უთხრათ, ესე იგი კალანდარიშვილის არჩევის წესი, CSKO-ს თავმჯდომარის არჩევის წესი რა იყო? 90 დეპუტატს უნდა აერჩია. ანუ დიდი ლეგიტიმაცია უნდა ქონდათ. მათ არ ქონდათ 99 დეპუტატი ყავდათ წინაზე პარლამენტში. ნახე 90-ს უნდა აერჩიათ, ანუ მინიმუმ ერთი ადამიანი უნდა გადაეკერათ რა. ეს რო ვთქვათ 90-ის რატო ვერ დაკერავ, აღარავინ აღარ არის ფიზიკურად დასაკერა. მაგარი ლეგიტიმაციით უნდა აირჩიეს თავმჯდომარე. ხო, ნახე კანონმდებლობა როგორ შეცვალა ივანიშვილმა. 90 ხმა არის საჭირო, მაგრამ თუ ჩავარდება, ესე იგი ეს ისა რა ქვია, 90 მაგალითად გავედი და 90 არა გვაქვს 90 ხმა, ერთხელ ჩავარდა, ორჯერ ჩავარდა, სამჯერ და მე რამდენი ხმით ირჩევს თუ იცი? უბრალოდ 76-ით. ანუ 88 დეპუტატი ყავდა, 90 არ ყავდა, მაგრამ კანონმდებლობა როგორ მოიგო? 76-ით ავირჩევ, რა პრობლემაა? მათ ხო მარტო კალანდარიშვილი არ არის, კალანდარიშვილის გარდა კიდევ ეს ხან ნომინალურად თავმჯდომარეა, მას თავმჯდომარის ფუნქცია მოვალეობებს იქ არავინ არ ეკითხება და მისი გადასაწყვეტი ნამდვილად არაფერი არ არის. შეიძლება კალანდარიშვილი რაღაც ადმინისტრაციულ ფუნქცია მოვალეობებს ასრულებდეს, რომ მაგალითად შიგნი რაღაცა დროზე 10 საათზე მოსვლელები სამსახურში გააკონტროლოს და თუ ვინმე დააგვიანებს ამაზე კონდეს რეაქციები, ანუ ეს შეიძლება ადმინისტრაციული ფუნქციები, ხოლო ის რომ საარჩევნო მიმართულებით ამ ადამიანმა რამე გადაწყვიტოს სამწუხაროდ ეგეთი რაღაცა არ არის. ხო, ასევე ყველა ის ადამიანი, რომელიც ახლა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არის და ეგრეთ წოდებული ნეიტრალური ადამიანები არიან, ხო? იქ რაღაცა ჯავახიშვილი არის, კიდე ანასაშვილი და ასე შემდეგ. სხვა შორის ანასაშვილი წინა ხელისუფლების დროს იურიდიული ხელმძღვანელი იყო ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და რო გამოდის დღეს ქართულ ოცნება იძახის რომ ნაციონალური მოძრაობის დროს არჩევნები ყალბდებოდა, ანასაშვილი იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი იყო, ხო? მაშინ თუ ყალბდებოდა ეს რა, ხო? ანუ ეგ ყველაფერი ხა ხუთყვილი და აბსურდია. შესაბამისად, როგორი დაკომპლექტებულიც არის ცენტრალური საარჩევნო კომისია და იქ სრული უმრავლესობა ქართულ ოცნებას, ანუ
ეს ქართული ოცნების მორჩილი ტიპები აკომპლექტებენ შემდეგ უკვე საოლქო საარჩევნო კომისიებს. ანუ ის კომისიები, რომლებიც უკვე ადგილობრივად მუშაობენ, ხო? მე როგორ ჩამოდი საარჩევნო უბანზე ჩამოვდივარ. ოღონ სანამ უბანზე ჩამოვალთ, ჯერ არის ოლქი. ჯერ არის ოლქი, ანუ ოლქში ზუსტად ესე არის დაკომპლექტებული, იმიტომ რომ ოლქის წევრებს ირჩევს ცენტრალური საარჩევნო კომისია. იქაც ირჩევენ ქართული ოცნების ლოიალურ ტიპებს, მათთან დაკავშირებულ ტიპებს. ადრე იყო რაღაცა თითქოს კავშირები, აი რაღაცა ოჯახის წევრებს. ეხლა საერთოდ სხვა მოცემულობაში გადავიდნენ, ეხლა პირდაპირ მერიის სისტემის თანამშრომლებს ნიშნავენ. და ანუ მათი მორჩილები, ანუ ეს ადამიანი ოლქში მუშაობს, იცის რომ ოლქში თუ საქმე არ გააკეთა, იქ სამსახურს კარგავს. შესაბამისად, ოჯახის წევრზე უფრო მორჩილი არის ის საჯარო მოხელე, რომელიც ოლქში არის დანიშნული. ოლქში დანიშნულს ხო პრობლემა არ აქვს, ანუ უმრავლესობით ისევ იმ უმრავლესობას ირჩევენ და ოლქშიც ვიღებთ ზუსტად ისე რომ ქართული ოცნება არის უმრავლესობაში. და შემდეგ არის, როდესაც საოლქო საარჩევნო კომისია უკვე საარჩევნოდ 30 დღით ადრე საუბნო საარჩევნო კომისიებს როგორ აკომპლექტებს? აკომპლექტებს ზუსტად იგივე პრინციპით, რა პრინციპითაც დაკომპლექტდა ცენტრალური საარჩევნო კომისია, საოლქო კომისია და საუბნო საარჩევნო კომისია. ანუ უმრავლესობაში მოექცნენ ისევ ქართული ოცნების წევრები, ანუ ქართული ოცნების წევრები, ანუ მათთან დაახლოებული სხვადასხვა გზით. ოჯახის წევრი, ნათესაური კავშირი, სამსახურეობრივი კავშირი, ზოგი იძულებით, რომ მამა მაგალითად სადღაც პოლიციაში მუშაობს და იქ დააკლდათ ადამიანი ვერ ნახეს სხვა მათი მომხრე და შვილს უთხრეს დაავალეს რომ აბა შენი შვილი. ანუ ოჯახის საჯარო სამსახურის ტიპებს ოჯახის წევრები ჩაასმევინეს საოლქო საარჩევნო კომისიაში. ეხლა კონკრეტულად კაპიტნები რო გაიშიფრა, ვინები იყვნენ ეს კაპიტნები, ხო? ანუ გამგებლის სახლში იყო მოწყობილი ეს ცენტრი. გამგებლის ცოლი იყო კაპიტანი, მისი შვილი იყო რაღაცა კოორდინატორების ამხწერი, ინფორმაციის შემყვანი. ანუ საბოლოო ჯამში ქართული პარტია, ქართული ოცნების ოჯახის წევრებმა გააყალბეს არჩევნები, იმიტომ რომ ოჯახის წევრები ყავდათ ჩასმული ამ კომისიებში. და როდესაც ეს მოცემულობა არ იცვლება, ჯერ მარტო დაკომპლექტების ნაწილზე რო ვილაპარაკოთ. ანუ დაკომპლექტების ნაწილი არჩევნებში შედიხარ და იგივე დაკომპლექტების წესით, როდესაც რო სრულად უმრავლესობაშია ქართული ოცნება სამივე დონის საარჩევნო კომისიაში, რატომ უნდა შეხვიდე ესეთ არჩევნებში? მაშინ, როდესაც ზუსტად ესეთი შემადგენლობით დაკომპლექტებულმა სამივე დონის საარჩევნო კომისიამ 2024 წელს არჩევნები გაგიყალბა. და ზუსტად იგივე შემადგენლობა ჩაატარებს ახლა 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებს. სახელი და გვარებით ვთქვათ, აი ოჯახის წევრებზე ხო ლაპარაკობ. სახელი და გვარებით ვთქვათ რა, გიორგი კალანდარიშვილი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. აი დაკავშირებულია ქართულ ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის, ქართულ ჯგუფის, ანუ ბიძინას ბანკის ესე იგი აღმასრულებელი დირექტორის გოჩა ჩიკვილაძის ბიძაშვილის ქმარია. ანუ ეხლა ვინმეს გონია რომ შემთხვევით აღმოჩნდა რომ კალანდარიშვილი ბიძინას ბანკის აღმასრულებელი დირექტორის ოჯახის წევრი და ნათესავია? ერთი, მეორე. იგივე ჯავახიშვილზეც მინდა ვთქვა. მის შერჩევაში ეს ფაქტორი მნიშვნელოვანი იქნებოდა, იმიტომ რომ ეხლა მაგას თუ გავითვალისწინებთ ჩვენ როგორ მოხდა კალანდარიშვილი საერთოდ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, კალანდარიშვილი წინა ხელისუფლების დროს მუშაობდა და სხვა შორის არ იყო რიგითი თანამშრომელი, იყო დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ну სანდოობა, მაღალი სანდოობა ამ ადამიანს გაუჩნდა ქართულიდან გამომდინარე. ამ ადამიანს რო ენდო გაუჩნდა ქართულიდან გამომდინარე. ხო, ბიძინოდან გამომდინარე. მის წრეს ეძებენ, მასთან დაახლოებულ წრეს. ეხლა ნახე, ეს კაცი რანაირად იქნება ნეიტრალური ბიძინას ბანკის კიდევ ოჯახის წევრია, ყველაფერსო თავი დაანებო, გარდა იმისა, რომ პირადი ინტერესები აქვს და მილიონერი გახდა ეს კაცი და კორუფციაში მაგაზე ცალკე კიდე დისერტაციას დაიცავს ადამიანი, ანუ პირდაპირ კავშირი აქვს. მეორე, ადამიანი შენ თქვი რომ კალანდარიშვილს არავინ არ ეკითხება, შეიძლება ის გააკონტროლოს ვინ მივა 10 საათზე და ვინ 11 საათზე. რეალური მართველი ამ იმის რა ქვია სისტემის არის გიორგი ჯავახიშვილი, ვინც არის ახლა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ახლოს და ჩაულია ამ თემასთან, ყველამ კარგად იცის რომ თავარი, ასე ვთქვათ, ტიპი იქ და გადაწყვეტილების მიმღები ცესკოში არის ჯავახიშვილი და ჯავახიშვილიც ვინ არის? თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე იყო, ახლა ვიცემერი არის, ტყემალაძის ცოლის ძმა. გიორგის, ხო? ანუ პირდაპირ კავშირი ბმა ქართულ ოცნებასთან ინტერესი, თანამდებობრივი, საქმიანი, ფული, გავლენა, ყველაფერი, ხო? ანუ ეს ადამიანის, ანუ არც ერთი ნეიტრალურის იმას არ აკმაყოფილებს. ეხლა რანაირად შეიძლება ან ერთი, ან მეორე ამ პოზიციიდან იყოს ნეიტრალური. ხო, ჯავახიშვილი კიდე საერთოდ ცალკე განსახილველი ამბავი არის.
იდეაში ჩვენ ძალიან ხშირად ვიზახით, რომ იქ ჯავახიშვილი წყვეტს საერთოდ სულ ყველაფერს. ჯავახიშვილის გადაწყვეტილება არის უფრო შესრულების ნაწილში. ხო, დავალებას ეს კი ეს იყო. ჯავახიშვილის იქ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის. პოლიტიკური გადაწყვეტილება არის ქართული ოცნება და ზოგადად ბიძინა ივანიშვილი. კი, სწორია. ჯავახიშვილი არის ასე ფურცელზე დაწერილს მისცემენ, ან ჩატში ჩაუგდებენ რა უნდა გააკეთოს და ჯავახიშვილი უკვე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არის ქართული ოცნების დავალების კარგად შემსრულებელი, მოდი ესე ვთქვა. ხო, კარგად ასრულებს. ლონდრია რა კალანდარიშვილი და ჯავახიშვილი უფრო ისეთია რა, ალბათ სმარტი და ხო, ჯავახიშვილის სანდოობა უფრო მაღალია. იქიდან გამომდინარე, რომ ჯავახიშვილი რო ქართულ ოცნებასთან იყო, მაშინ კალანდარიშვილი ჯერ კიდევ ცესკოში მუშაობდა და თლად ბოლომდე ქართული ოცნება მას არენდობოდა. ანუ ეს რაღაცა კონტაქტები როგორც ჩანს ჯერ არ იყო, ეს ზედაპირზე, რომ ამ ადამიანის ნდობა გარღვევებულიყო. ხოლო რაც შეეხება ჯავახიშვილი არის ქართული ოცნების გამხმოვანებელი, ანუ ჯავახიშვილის მეშვეობით შეჯვარდა ქართული ოცნება და CSKO. ხო, სწორია ზუსტად. კიდე ხო სანამ გადავალთ კიდე უფრო მეტ კონკრეტიკებზე რა და საინტერესო ჯავახიშვილთან დაკავშირებით და Smartmatic-ის აუდიტს ხელი ვინ მოაწერა, ამასაც ჩვენ პოდკასტში გაიგებთ. დაგველოდეთ ძალიან საინტერესო რაღაცეებს ვიტყვით, რომელიც ჯერ პრინციპში არ თქმულა კონკრეტულ დოკუმენტაციაზე ხელის მომწერი ვინ იყო, ვინც თითქოს აუდიტი ჩაატარა და ასე ვთქვათ ტექნიკურ ხარეს უზრუნველყოფდა, ამასაც ძალიან მალე გეტყვით. ოღონდ ნახე ერთი რა გამახსენდა. ეს ისა რა ქვია, კალანდარიშვილი რა, კალანდარიშვილი. გახსოვთ ეგ ამბავი ისა რა ქვია, რო იძახოდა რომ კლავენო, ანუ ოპოზიციამო, ანუ არ გახსოვს ეგ ისტორია? გეხვეწები გავიხსენოთ ეგ ისტორია, ლენეს თხოვდა იმას რა ქვია, მაკუნას, რომ იქნება მოვძებნოთ ეს ვიდეო, სადაც კალანდარიშვილი ყვება, სრულსიგიჟე, ეხა გამახსენდა. სრულსიგიჟეს რო ყვება, რომ ის რა ქვია, რაღაცა ავტომობილი გამიჩერდა წინო, იმიტომ რომ ვიღაცა უნდა გადმოსულიყო თუ ჩემთან რაღაცა კარი გაეღო და უნდა მოვეკალი და ამ დროს შემთხვევით კარი დაკეტილი იყო. არ გახსოვს ეგ ისტორია? იყო გარკვეული პროვოცირება ჩემი მანქანით გადაადგილებისას და ბუნებრივი არის გარკვეული ნიშნები. გასგულისხმობთ პროვოცირებაში. იყო ისეთი ქმედება, ისეთი საავარიო სიტუაციის შექმნის მცდელობა, როდესაც პირიქით უკრიდან ჩვენ შეიძლება დავჯახებოდით წინ ესე ვთქვათ გაჩერებულ ავტომობილს, გადმოვიდა პირი, რომელსაც მოლოდინი ჰქონდა, ზატო შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს შეიძლება იყოს გარკვეულწილად ამის ნაწილი, იმიტომ რომ უკანა კარი გამოღების მცდელობა ჰქონდა. ამ დროს მე რეალურად თვითონ ვიჯექი საჭესთან და როდესაც იქ უკან არავინ არ დახვდა, გაკვირვებული იყო ისე აქ არზისო. არჩევნების წინ ცენტრალური საარჩევნო კომისია. მაგის მერე ხო არ მოხდა, დაცვა რო დაუნიშნეს უკვე. დაცვა დაუნიშნეს ხო? დაცვა დაუნიშნეს და ეხლა ხო იარაღები დადიან ეგენი. ანუ მოიცა. მაგარი ისტორია ბიჭო. მაგ ისტორიას მე როგორც ჩანს მაგ რაღაც მოგონილი ისტორიას, მე ანუ რაღაცების განვითარება რაც მოყვა, ჭირდება რაღაცა პრეისტორია, ხო? ანუ ქართული დაცვა დაუნიშნეს, იმიტომ რომ ვითომ კლავდნენ. ხო, ქართული ოცნება რაღაცებს იგონებს, ანუ თვითონ შექმნის რაღაცა კრიზისს, რომ მე შემდეგ ამ კრიზისზე რაღაცები ჭყალებში გააправოს და ეს იყო რაღაც დაცვა რო დაუნიშნეს. ახ წარმოიდგინე ახლა ჯავახიშვილი და ეს ტიპები, ანუ CSKO-ს ტიპები იარაღები დადიან. არა, ხო და ნახე, ბესო, ისეთი ძალიან წესიერად უყურებ მაინც შენ ამათ რა. ნახე, ჯერ ერთი ბოდო სხვათა შორის მაინტერესებს სად არის ეს გამოძიება? ვინ კლავდა კალანდარიშვილს? ანუ ბიჭო, ხო, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამბობს, ვერ მოასწრო ლილუაშვილი. ბიჭო, მართლა დედას გეუბნები ოხანაშვილის კაცი იძახოდა, რომ თან რას იძახოდა, იცი? დაახლოებით, ნახე, იმედის ეთერში იჯდა და ამბობდა, რომ ოპოზიციონერები კლავდნენო და აი მაგათა ის ჟარგონზე და ვაფშე რომ მართლა რომ ჯეროდეს ახლა მაგის. ეგ ბიჭო რანაირ ნეიტრალური იქნებოდა. თუ ფიქრობს რომ ბესოდოლაძე და ხაბეიშვილი მოკლას უპირებს, ეგ არჩევნებს ობიექტურად რანაირად წარმართავდა. ჯერ მაშინ უნდა გადამდგარიყო. თუ ტიპი ფიქრობდა რომ ოპოზიცია აპირებს ჩემ მოკლას, ხო დაინტერესებული ტიპი გაიჩიტა უკვე რომ ოპოზიცია ჩემ მოკლას აპირებს და ამას არჩევნებს კი დავწერ კი არა დედას უტირებ კაცო. ხაბი ნახე ხო, ნახე მაგრამ დაცვა დაუნიშნეს, დაცვა კი არ დაუნიშნეს. რატო გითხარი წესიერი კაცი ხარ, კარგად მიკრობები. დაცვა კი არ დაუნიშნეს. მე თუ გკითხავ, მაგ ეგ ისტორია იმიტომ მოიგონეს, რომ იარაღია ეხა რო იცაყიო, იარაღიანი კაცებიო. გარდა იმისა, რომ ქართუს ბიძაშვილის რაღაცა ოჯახის წევრია და პული და გავლენით უჭირავდა ასე შემდეგ.
რა ვიცი, მძევლა დაიყვანეს. გადარჩენილია კირცაძე სროლა არ დაუწყო. მართლა გეუბნები, ეს კალენდარი მე მაქვს, კაცო, ვინმე კი არ კლავდა მაგას. ახლა თუ ვინმე კლავდა, მართლა რა სიგიჟია, კაცო, რამდენი ყველას დაავიწყდა. აბათ ხო ეგრე იციან, იდიოტობას მოიფიქრებენ, დააბრეხვებენ, მე გავიდა. თუ ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ვინმე კლავდა, ბიჭო. მანქანიდან გადმოვიდაო ესე კარს აღებდა. რაღაცა სიგიჟებს რო იწო, სად არის ეგ გამოძიება? იმის მერე რატო აღარასდროს არ ნახეხავე როგორ რაღაცა. ეს ძევლად აიყვანეს, ბიჭო. სუსის ხალხი შეუძლებელი იარაღიანი. ეგ არის თემები, რომელსაც შემდეგ ცდილობენ, რომ ისეთი თემები შემოიტანოს, რომ შემდეგ რაც შეიძლება ამაზე ბევრი ილაპარაკოს, ანუ გადატანა არის ერთგვარი ყურადღების და ამ დროს იკარგება ის რეალურად რას აკეთებს კალანდარიშვილი, რეალურად რას აკეთებს ანასაშვილი, რეალურად რას აკეთებს ჯავახიშვილი, ანუ ეს ამ ხალხიდან გადატანა ხდება ყურადღების. სისულელეს მოიფიქრებენ, ბოდვას მოიფიქრებენ, მერე ზიანდა მსჯელობენ იმედის ეთერში, პოზიტივის ეთერში, მერე არა, მიზეზი ქონდა გეუნე, ბიძინა არ ენდობა, ბესო, არავის არ ენდობა, ძმაო. ტიპს უნდა დაეწერა კონკრეტული შედეგი. ხო და რა ბიძაშვილი, რა ქართუ და რა ფული. არა, ეგ რა თქმა უნდა. სუსის იარაღიანი ტიპები ვითომ კლავდნენ, დაუნიშნა ვითომ დაცვა და რეალობაში გადაადგილებას კალანდარიშვილისაც აკონტროლებდნენ, სახში როდის მიდიოდა აკონტროლებდა, სადმე არ გადაეხმია, კაიგე? ბიჭო, ტიპები მძევლად დაიყვანა, ძმაო, აკონტროლებდნენ, ეგ უნდა გაგვიკვირდეს, ხო? ანუ ის რომ ყველაფერს ყველგან აკონტროლებენ, გასაგებია, იმიტომ რომ ძალიან დიდი რესურსი აქვს სახელმწიფოს, იმისი რომ ადამიანი გააკონტროლოს და ხო, რა თქმა უნდა, ეს რესურსი სახელმწიფოს უნდა კონდეს. ანუ წარმოიდგინეთ, რომ დაახლოებით სადღაც 900.000-მდე არის, ასე ვქვია, სუსის ბიუჯეტი. რა, კაცო, რა 200 მილიონია. სუსის ბიუჯეტი არის 200 მილიონი. არა, მეტია და სუსი მთლიანად გადართული არის შიდა პოლიტიკურ ამბებზე, ხო? ანუ ის რომ ძალიან დიდ რესურსს და ძალიან დიდი ბერკეტები აქვს ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ სახელმწიფო რესურსები აქვს მიტაცებული ამ პარტიას. და შესაბამისად ეხა არჩევნები გააყალბა ქართულმა ოცნებამ, არჩევნები ქართულმა ოცნებამ გააყალბა სახელმწიფო რესურსების გამოყენებით. მარტო ქართული ოცნება მისი პარტიული რესურსით არჩევნებს ვერ გააყალბებდა. მიიტაცა ხელისუფლება და გამოიყენა ხელისუფლების რესურსი. ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, გამოიყენა როგორც მატერიალური, ისე ადამიანური რესურსი, შინაგან საქმეთა სამინისტრო როგორც მატერიალური, ისე ადამიანური რესურსი. საერთოდ ყველა საჯარო სტრუქტურები გამოიყენა, ანუ სახელმწიფო აპარატი გამოიყენა არჩევნების გასაყალბებლად. არა, ვიზიარებ შენ ასაცავ, მომოდ მე ეგ ცოტა უყუღმა არის, ბესო. ანუ შენ სახელმწიფო გახადა პარტია. ნახე, ანუ ის კი არ გააკეთა, შენ ასაცავ პარი ერთი ისაა, რომ პარტიამ მიიტაცა სახელმწიფო და სახელმწიფო ყველა პარტიული აქტივია, კაცო, საჯარო მოსამსახური აღარ არსებობს, მოუ, სად არის საჯარო მოსამსახური? ის დღის გამგეობაში ხომუშაობდი. რამდენი საჯარო მოხელე დარჩა ის წლის გამგეობაში? ძალიან ცოტა, რამოდენიმე დარჩა. ხო, აი 70-დან 5. იმიტომ რომ იმათმა საქმის კეთება იციან და იმანიცის ქოცმა იცის ბანკომატიდან ფულის გამოტანა. 5 კაცი მუშაობს, 70 ხელფას იღებს. მათ ხო ეგრეა, არის საჯარო მოხელეებზე მეც და შენც რო გვაქვს ალაპარაკო და ბოლო ორ მერს მოუგე სასამართლო პროცესს, ხო, ნარმანიასაც და კალაძესაც. და მე მგონი ერთ-ერთი ორ ვისაც სასამართლო გადაწყვეტილებებში სამივე ინსტანციაში უწერია რომ პოლიტიკური ნიშნით მოხდა ჩემი სამსახურიდან გათავისუფლება. ანუ პირდაპირ წერია. ანუ ივანიშვილის სასამართლომაც ვერ აუარა იმ ფაქტებს გვერდი, რა ფაქტებიც დავდეთ. ეს თალკე სასაუბრო ამბავია, მაგრამ ის რომ არჩევნები გააყალბა ქართულმა ოცნებამ სახელმწიფო ინსტიტუციების გამოყენებით. ხო, ჯერ მიიტაცა და გამოიყენა. ეს ყველაფერი ისევ რჩება ძალაში. ანუ ამ ყველაფერს ისევ აკონტროლებს, ანუ მოცემულობა ხო არ იცვლება. ანუ ჩვენ რო დავიწყეთ რომ მაგალითად დაკომპლექტების წესის შეუცვლელად არჩევნებში გასვლა რო სისულელია, ხო? ანუ ანუ არგუმენტები რო ჩამოუყაროთ, რატო არ უნდა გახვიდე ივანიშვილთან არჩევნებში, ხო? ცოტა ის რო პოლიტპატიმრები არ არიან გათავისუფლებული, ეგ ერთი, მეორე ის რომ ანუ პოლიტპატიმრების გათავისუფლება არის უპირობოდ. ანუ ეს ადამიანები ტყვეობაში ყავს აყვანილი და ესენი ვიღაცა ბიზნეს საوجებს იყენებს და ვიღაცა აყვება. გამოვუშვით პოლიტპატიმრები და მივიღებთ არჩევნებში მონაწილე. რა სიგიჟეა, რა ვაჭრობაა, კაცო. არაფერში არ. ეგენი უპირობოდ გამოსასვლელი ხალხი. უპირობოდ გამოდიან და მერე ქართული ოცნება ჯდება და იწყებს საუბარს იმაზე, როგორ უნდა შეიცვალოს დაკომპლექტების წესი. დაკომპლექტების წესის შეცვლის მერე, როდესაც უმრავლესობა იქ არ ექნება ქართულ ოცნებას და მხოლოდ მისი გადასაწყვეტი არ იქნება
ანუ უმრავლესობა და წყვეტს ნებისმიერ საკითხს, რამდენიც არ უნდა ვიკამათოთ, ბოლოს დაждდებიან, ვინ არის თანახმა და აწევს, რა ქვია, მე მაგაზე კიდე ცოტა უმრავლესობა ცოტა რადიკალური ისა მაქვს რა ცენტრალური საარჩევნო კომისია კი არა ბიჭო სანამ ივანიშვილი იქნება ამ ქვეყანაში სანამ ივანიშვილი არ დაემხობა ეხლა წარმოვიდგინე ბაშარ ასადის რეჟიმი რო იყო სირიაში და ვიღაცას ეთქვა რომ ეხლა მე არჩევნებზე გავალ და ბაშარ ასადს მოუგებ იქ გასტინებდნენ რა ბაშარ ასადს არჩევნებს ეხლა რო კიდე გავაგრძელოთ უნდა დაემხოს ეგეთი ხალხი ეხლა ვიღაცა იტყვის რომ იქ ძმაო სირიაში ცოტა სხვანაირად მოხდა გავიგე აქ შეიძლება რომ ცივილურად მოხდეს შეიძლება რომ ცივილურად იძინებაში ჩამოვიდეთ შეიძლება რომ ცივილურად ეს ამბავი გადავწყვიტოთ და ეს ცივილურად გადასაწყვეტად ჩვენ გვჭირდება რაღაცა გარკვეული თანმიმდევრულობა და ცივილური მეთოდები არის აქციები, ცივილური მეთოდი არის ბოიკოტი. ანუ ცივილურად მივდივართ, იმიტომ რომ აქეთ პატიოსანი ადამიანები არიან ოპოზიციის მხარეს, ანუ ჩვენ კაი ტიპები ვართ. ისინი არიან ცუდები, მარტივად რო ახსნათ. კანონმორჩილი ხალხი ვართ და ყველაფერს დავიდავ. ხო, ანუ მათ ცუდ დაწერილ კანონებსაც ვემორჩილებით, გინდა სამწუხაროდ ესია. ეხლა რაც შეეხება რა უნდა შეიცვალოს კიდე გარდა დაკომპლექტების წესისა, ხო? ანუ რაღაცეები კიდე არის ისეთი, რომელიც აუცილებლად შესაძლებელია სხვა შემთხვევაში არჩევნებზე გასვლა უბრალოდ არ შეიძლება. ანუ ქართულმა ოცნებამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები რატო გააყალბა? იმიტომ გააყალბა, რომ ჯამში ოპოზიციურ პარტიებს ვერ უგებდა. ამიტომ ადგა და გააყალბა არჩევნები. 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე თუ მარტო ლელო და გახარია უნდა იყოს. თუ შებოდიალდნენ. ხო, და გავიდნენ არჩევნებს და დასჭირდება ქართულ ოცნებს არჩევნების გაყალბება. არაფერი, თავებულ ერთმეძრო გადააბათ 15%-ს ვერ აიღებს ეგ. არჩევნებს აყალბებს. მართლა ვერ აიღებენ. კაი 20 აიღონ თუ გინდა. არჩევნებს აყალბებს. 25 აიღონ, აი მე რო არ თქვა, 25 აიღონ ორივე ერთად. ხო, არჩევნებს აყალბებს იმ შემთხვევაში, როდესაც ვერ იგებს. ხო. ქართული ოცნება გახარიას და ლელოს არჩევნებს მოუგებს. კი, რა თუნდა კაცო რა. შესაბამისად, მხოლოდ ეს ციფრი რო დათვალო, ლელომ და გახარიამ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს. ვინც აძლევდა ის ხალხს არ მიცემს კაცო ხმას. ხო, ამას ახლა დაახლოებით ქართული ოცნება გააკეთებს ისე რომ სადღაც ერთი 6 სუბიექტს თავს მოუყრის. ხო. 6 პარტიას მოაგროვებს, რომ მაგალითად ბიულეტინში ჩაიწეროს, ხო? ანუ ქართული ოცნება თვითონ შესაბამისად მერე ჩაწერს ხალხის ძალა, აი ეს ინჯიას რო დაყავს რაღაც 5 კაციანი რა. მაგრამ ეს საინტერესო არ არის არავისთვის ამ 4 პარტიის გარდა საინტერესო არ არის ასეთი ისე რა. ის ადამიანი ცდილობს თავისი დღის წესრიგის გატარებას, რომ შემდეგ ნელ-ნელა რაღაცეები შეცვალოს. ის მოდი პირდაპირ ვთქვათ, ეხლა ქართული ოცნება გულხილდაკრეფილი არ არის. ის რაღაცეებს აკეთებს ამ მიმართულებით. შესაბამისად, ნახეთ, ბიულეტინში არჩევნების დღეს იქნება ქართული ოცნება, აი ეს რაღაცა ხალხის ძალა, ეს რაღაცა ინჯიას გამოიყვანს, ეს რაღაცა 4 კაცი რო არის. კიდე ის ხალი დამოუწყდა იმის გვარი, ბიჭო, რა ქვია, გვარია. გამიშველება ვიღაცა რა. ინაშვილი. ხო. ინაშვილს დაავალებს. არა მგონია შენ უყურებ ინაშვილს, მაგრამ მე მართლა ჩემი პრინციპული პოზიცია იქნება ვიდრე სხვას. ბოიკოტში მყოფი პარტიები თუ არ შევლენ არჩევნებში, ქართული ოცნება რა მდგომარეობაში იქნება, იცი? თავის თავს რომ უნდა მოუგოს. ანუ მოსაგები აღარავინ არ იქნება იქ. შესაბამისად, არაღიარების პოლიტიკა ძალიან აწუხებს ქართულ ოცნებას და არჩევნებში არ მონაწილეობა მათთვის იქნება აი ბოლომდე ბიჭო რა საქციები არ აწუხებს გუშინ იმას იოსელიანს ეჭხუბებოდა რატო არ დაგვიწევდა დორბლი მოდიოდა ბოდიში რა უკაცრავად მაგრამ აი რავი სისხლები მოდიოდა პირიდან წულუკიანს კაცო რო თქვენო ჩემი რას ქვია დაგვასანქცირებს ამიტომ ნახე ქართულ ოცნებას ეხლა ჭირდება ჰაერივით რომ ვინმე აი ამ ბოიკოტში მყოფი ოპოზიციური პარტიებიდან ბიულეტინში იყოს და არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. სხვა შემთხვევაში თვითონაც ზუსტად ხდება, რომ თავის თავზე მოუწევს მერე მოგებ. ანუ ქართული ოცნება შევიდა და მოუგო ქართული ოცნება. არა, ბიჭო, ბიძინა დაკარგავს მეტფულს. ბესო, რა ბიძინა დაკარგავს მეტფულს. რატო იქნება ერთპარტიული არჩევნები, არ შედგება მეგობარი აქტი ახლო ბოდიში. მეგობარი აქტი არის ახლოს. შესაბამისად, ბიძინა ადგა წავიდა დასალაგებლად ბესო. რომ მე ახლა დავალაგებ, ამ დასალაგებს. ვერაფერს ვერ დაალაგებს. არა, გავიგე, არა, ვერ დაალაგებს. ოღონდ ბოდიში რა, თუ ეს ორი პარტია ბოდიში და რა ის ევროპელი რო გიყურებს, კაცო 4 პარტია ორი თუ შედის, მე რატო ავიტყვი? ბესო არ არის ეგრე. სალსაბად, ამიტომ ამათ პასუხისმგებლობა უნდა ესმოდეს. არა, პასუხისმგებლობა არის. როგორც შედიან არჩევნებში პასუხისმგებლობა დღეს ეკისრება.
მამუკა ხაზარაძეს, გახარიაზე მე არ მაქვს წარმოდგენა. ლელოს ეკისრება უფრო მეტი პასუხისმგებლობა და რატო? კი, რა თქმა უნდა. ეგ თუ უправებს ძმაო, პრობლემაა. ბესო, რას ქვია? დასავლეთი რო გიყურებს. პრობლემა არის, მაგას ვიდეო. დაუწყებს ლაპარაკს. ეხლა ნახე, სანქცირებულ ტიპებს უშვებს ძმაო. გლის ბილეთით გაუშვა ხარება, რატო გაუშვა? იმიტომ რომ მეგობარი აქტი მოდის, ფულს დაკარგავს ბიძინა კიდე უფრო. ეხლა იბით ეუნება რომ აი ძმაო, სანქცირებული ხალხი გაუში. აგერ თუ ორ ოპოზიციას იყიდის, გახარია ჯიბეში უზის, ეგრე მგონია ბოდიში რა. თუ არ შევა გახარია არჩევნებში, ბოდიშს მოვიხდი, ვიტყვი რომ ჯიგარი ყოფილა და მაგარებმა მართლა ოპოზიციონერი ყოფილა მეთქი, მაგრამ წინასწარაც ვიცოდი რომ მოლაპარაკება ქონდა ორი თვის წინ და თქვი ეგ პირდაპირ ეთერში და მე გამოვარდა და მალევე თქვა რომ არჩევნებში შედის და რა ვიცი, ესე იგი სწორი ყოფილა, ხო? გარიგდა, მაგრამ ეხლა თუ მეორე პარტია შეყავს. იცი რა, ისა რა ქვია, აგერ ძმაო ოპოზიცია, მე მელაპარაკება მოდის და მაშინ დასავლეთის ილაპარაკეთ ერთმანეთში, დახვეწეთ საარჩევნო სისტემა. ბესო, მაგამდე არ მინდა რომ მივიდეთ. ნახე, მან როგორი სიტუაცია არის, იცი? მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ბოიკოტში მყოფი პარტია შეიყვანოს არჩევნებში. ეგ არის მისთვის, ანუ მთავარი ეგ უნდა გადატეხოს. ცხადია, კაცო. ეგ თუ გადატეხა, მერე უკვე დაიწყებს უკვე ყველაფრის ლეგიტიმაციას. თუ რატო თუ კი არა ჩვენ ამ ეს საკითხი ხო მიჯნა, ეხლა ამ გადაცემას რატო ვაკეთებ? ეს თემა საერთოდ სალაპარაკო არ იქნებოდა. იმიტომ ვაკეთებ რომ ვიღაცები ამაზე ლაპარაკობენ. იცი რა არის, დრო არის კიდე დარჩენილი. დრო არის კიდე დარჩენილი. ლელომ თქვას უარი, ხო? იმედს ვიტოვებ. დაახლოებით ეხა კალენდარს თუ მივყვებით, რაც ქართულ ოცნებას აქვს, კალენდარს თუ გავყვებით, ანუ პოლიტიკური კალენდარი არსებობს უკვე და სხვა შორის გადაწყვეტილებები ძალიან სწრაფად უნდა იყოს მიღებული. ის რომ არჩევნებში შედიხარ თუ არ შედიხარ, ამაზე ჩვენ პასუხი უნდა გაგვეცა თებერვალში და იანვარში. იმიტომ რომ საარჩევნო წელია და სალაპარაკოც არ იყო ეგ თემა საერთოდ რატო წამოიწია მე არ მესმოდა არასდროს კაცო. ანუ უპირობოდ არ უნდა შევიდეთ ბიჭო ამ პირობებში. პოლიტიკური კალენდარი არსებობს ლევან რა და ამ პოლიტიკურ კალენდარს მიყვება ქართული ოცნება და შესაბამისად ამ პოლიტიკურ კალენდარს როცა საარჩევნო პერიოდია ამ პოლიტიკურ კალენდარს გინდა არ გინდა ოპოზიციაც მიყვება. ოღონდ ნახე როგორ მიყვება არჩევნებს გამოაცხადებს სადღაც დაახლოებით 1 აგვისტოს 2 აგვისტოს. უკვე თქვა რომ 4 ოქტომბერს იქნება. არა 4 ოქტომბერს კი იქნება. გამოაცხადებს 2 დღე ადრე. კი ბატონო. საარჩევნო კამპანია უნდა გამოაცხადოს. საარჩევნო კამპანიას რო გამოაცხადებს სადღაც 10 აგვისტოს უკვე პარტიების რეგისტრაცია დასრულებული უნდა იყოს. შესაბამისად ლელოს და გახარიას დარჩენილი აქვთ 1 თვე არასრულ, ანუ 1 თვე და კიდე რამდენიმე დღე, რომ ამ ადამიანებმა უნდა თქვან საჯაროდ, გაცხადებულად შედიან თუ არ შედიან. არა, ხო, გასაგებია, მაგრამ დრო აქვს ახლა კიდევ რომ გადაწყვეტილება შეცვალონ პარტიებმა და ჩვენ გაგვიხარდება რომ ამ ადამიანებმა გადაწყვეტილება შეცვალონ, იმიტომ რომ საერთო საქმე გაფუჭდება. მოიცა მე რა ბესო ძალიან ღიზიანდები რაზე რა 1 თვე რა. მესმის აცამო კალენდარზე ეგრეა, მაგრამ მომისმინე რა ძმაო. შენ რა გონია ხა დასავლეთი რო უყურებს ამას? ეხა ეს უკვე ეს დისკუსია რო არსებობს და კი, ძალიან ცუდი არის. აბა რა არის, კაცო, შენ რა გონია ბიძინა? დარწმუნებული ვარ, მილიონ რეპორტებს აკეთებენ აქიდან, თავისი ესენი ყველა მუშაობს, ვისაც ფულს უხდიან ლობისტები, რაზე მუშაობენ ხა? აგერ ძმაო ოპოზიცია შემოდის არჩევნებზე. ეხა იქ ორი პარტია ცოტა რადიკალები არიან. მომისმინე, ამას დარწმუნებით შემიძლია გითხრა რომ მარტო მაგას აკეთებენ, კაცო. მაგ რადიკალების ხსენებასაც და მე რო ჩავხედავ გერმანია და საფრანგეთი, ბესო, ჩვენი დღის წესრიგით არ ცხოვრობს ეს დიდი ქვეყნები რა. გერმანია და საფრანგეთი რო და უყურებ. არ ვაღიარე, ხელი არ ჩამოვართვი, თვითმმართველობს მგონია რომ მიაწვენ და მგონია რომ იმაზე კი არ უნდა იმუშაონ რომ შევიდნენ ხალხი როგორ გამოიყვანონ ქუჩაში, ივანიშვილი როგორ გაისტუმრონ და ამ დროს უყურებ რომ 4 პარტიიდან შეხედე 2 თურმე და რეპორტები მოდის, განცხადებები მოდის, თან ერთვის ხაზარაძის ფოტო გახარიას ფოტო, ლელოს ფოტო, რომ აი, არა ძმაო, ესენი აპირებენ. ბიძინეუნება თან აქედან უგზავნის ლილუაშვილი სანქცირებული გავაგდე, ხარება გავაგდე, ისა გომელაური გავაგდე, სირაძე გავაგდე, ესენი გაახა ძმაო, ვაკეთებ ნენელა. თან ხედავს ორი კაცი ელაპარაკება? მოდი მაშინ ეს არის კატასტროფა, ვიხდი. პრეცედენტს რო შექმნი რომ უკვე ოპოზიცია. მე და შენ მაგაზე ხო ვლაპარაკებთ ახლა. ოპოზიციასთან რო ქართული ოცნება უნდა დაჯდეს და ილაპარაკოს, ეს არის ცალსახად. და უნდა ილაპარაკოს და პირობები არის შემდეგი. პოლიტპატიმრები თავისუფლებიან და ვიწყებთ საუბარს ნორმალური არჩევნების ჩატარებაზე. პირველი არჩევნები რომელიც ტარდება, პირველი არჩევნები არის, ეს არის საპარლამენტო არჩევნები. უნდა ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, იმიტომ რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დამთავრდეს. ამ არჩევნების ჩატარებას აქვს გარკვეული პირობები. თუ იგივე პირობებში ტარდება საპარლამენტო არჩევნები, როგორი პირობებიც იყო და როგორი დაკომპლექტების წესიც იყო და როგორი კანონმდებლობაც იყო 2024 წელს, მაშინ ხელახალი არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს. ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს
პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ეს არის პირობის გარეშე და ხელახალი არჩევნები ტარდება, როდესაც დაკომპლექტების წესი შეიცვლება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, საოლქო საარჩევნო კომისიაში და საუბნო საარჩევნო კომისიაში. მთავრობა არ იქნება, კაცო, ოხანაშვილი, კაცო, ოხანაშვილი და გელამ რატომ ჩამიტაროთ, ვერ გავიგე არჩევნები. სუსი, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი მაგას ვიძახი, ანუ ეს არის პირობები, რომელიც უნდა შეასრულოს ქართულმა ოცნებამ. ეხლა მაგალითად იმ პარტიების გასაგონად, რომელი პარტიებიც მაგალითად აპირებენ შევიდნენ არჩევნებში, ხო? ანუ არჩევნები ბიზნეს სპექტაკლში ხო, ბიზნეს სპექტაკლში და რატო არის იქ, რომ უბრალოდ ფიზიკურად ვერაფერს ვერ გააკეთებენ, ხო? ანუ დაკომპლექტების წესზე ჩვენ რაც ვილაპარაკეთ, თქვით, რომ სრულად უმრავლესობა აქვს ქართულ ოცნებას. ეხლა ნახეთ როგორი რაღაც გააკეთა კიდე ქართულმა ოცნებამ, რომელიც აუცილებლად მაგალითად შესაძლებელია და შეიძლება ესეთი ტექნიკური დეტალი, ასე ვთქვათ, აი ამ არჩევნებში შემსვლელი პარტიის ლიდერები არ თვლიდნენ, რომ ეს რაღაცა მნიშვნელოვანია, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანი დეტალებია, რომელიც საბოლოოდ დებს შედეგს, არჩევნების შედეგს და დებს ქართული ოცნების სასარგებლოდ. ანუ ხმა, ვისაც მიგიციათ საარჩევნო უბანზე, იქ იცით, რომ არის კომისიის წევრები. და ამ კომისიის წევრებში არის ვიღაც თავმჯდომარე, ვიღაც მოადგილე და ვიღაც მდივანი. ეხლა რა იყო შეცვლამდე, ხო? ეს ადამიანები, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისია შეიკრიბებოდა, თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი ირჩევდა თვითონ კომისიის წევრების მიერ. ანუ აი დაждდებოდა 17 კაცი, სხვადასხვა რაოდენობა იყო ყოველთვის, ხო, ზოგადად 12 იყო, ზოგადად 17 იყო. ეს 17 ადამიანი შეიკრიბებოდა ერთ კონკრეტულ დღეს და ადგილზე თვითონ ერთმანეთში ირჩევდნენ, ვინ უნდა ყოფილიყო თავმჯდომარე და ვინ უნდა ყოფილიყო. ხოცები ირჩევდნენ მაინც. მაგრამ მაინც ისინი ირჩევდნენ. იყო რაღაცა მცირედი შანსი, რომ ვიღაცა სადღაც გამძვრალიყო და ანუ ამის რისკი არსებობდა. ანუ ქართული ოცნება ამას თვლიდა რისკად. რისკად და დააზღვია. ამიტომ ადგა და ეს რისკი როგორ გადააზღვია. პირდაპირ თქვა, რომ მე რადგან უმრავლესობა მაქვს და დაკომპლექტებული მაქვს საოლქო საარჩევნო კომისია და იქ ფაქტობრივად რისკი არ არსებობს, ნებისმიერი ჩემი კანდიდატი გავა, ადგა და ეს პროცედურა გადაიტანა საოლქო საარჩევნო კომისიაში. და საოლქო საარჩევნო კომისია ნიშნავს ახლა პირდაპირ თავმჯდომარეს მოადგილეს და მდივანს. საქმე გაიმარტივა. ანუ ყველანაირი რისკი გამოიცხა. ეხლა ვინ უნდა გახდეს კომისიის თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი? ცვლილებამდე კომისიის თავმჯდომარე და მოადგილე მდივანი შესაძლებელი იყო გამხდარიყო ნებისმიერი კომისიის წევრი. ვინც იქ იყო? ნებისმიერი. ეხლა ეს ნებისმიერიც ხო უნდა ჩაკეტოს, ანუ აქაც რისკი უნდა დააზღვიოს, რომ ვიღაცა არ მოხდეს. ხო, შეიძლება ვიღაცა უცებ პროევროპელი, რომელიც ხოცებს უჭერდა მხარს და მე უცებ თქვას, რომ უი, ესა მარაძმო, მე ამას არ გავაკეთებ არჩევნებზე. ხო, ანუ ესეც ხო უნდა გადაეზღვეს. და როგორ გადააზღვიეს? სერტიფიცირება მოიფიქრეს ახლა, ანუ პირთაწრე ჩაკეტეს და ამ სერტიფიცირებასაც ქართული ოცნება მიაწვდის პირდაპირ სიებს, სკოლებში ეს რაღაც ცესკომ რომ მოიგონა, ხო, რაღაცა საგაზაფხულო რაღაცა ისენი, რა ქვია, ბანაკები. მოკლედ რაღაცა სწავლებებს, სერტიფიკატებს მისცემს და აი ესენი არიან მოსერტიფიცირებულები. ხო, თავის ტიპს სერტიფიკატს აძლევს. ანუ შენ ფიზიკურად გიზღუდავს. და ყველანაირი რისკი აქვს გადაზღვეული. ანუ ეს თუ ისევ ძალაში რჩება. აზრი მითხარი არჩევნებზე გასulis, ხო? ანუ ეს და კიდევ რამდენიმე მაგალითს მოვიყვან, ხო? ანუ თავმჯდომარე მოადგილე მდივნის არჩევა, რომელიც იყო კომისიის წევრები, ანუ თვითონ ირჩევდნენ ერთმანეთს, ეს ადამიანი დაждდებოდნენ და აი გასაუბრებით ერთმანეთთან ლაპარაკით, ანუ რომელს ჰქონდა ორგანიზატორული ნიჭი, რომელმა იცოდა კარგად პასტაფურცელი, რომ ოქმი დაეწერა, ანუ თვითონ ირჩევდნენ ეს ადამიანები. ანუ ამის რისკი, რომ ვიღაცა შეიძლება, ანუ აქაც ხო უმრავლესობა ჰქონდათ. მაგრამ რისკი იყო იმისი, რომ შესაძლებელია ვინმე სადმე გამძვრალიყო. და თან მით უმეტეს 2%-იან რისკსაც აზღვევენ. არა, აქ კიდე მნიშვნელოვანია, რომ მაგალითად 3000 უბანზე ყველა სხდომის გაკონტროლება იყო ძნელი და იყო რთული მათთვის ადმინისტრაციულად. ეხლა 63 ეხლა 73-ია გასაკონტროლებელი.
73 ოლქია გასაკონტროლებელი, იქ ზუსტად იცის უმრავლესობა რომ ისი არის, შესაბამისად პირთაწრე რომ ამ თავმჯდომარე მოადგილე მდივანში უცხო ვინმე არ მოხდეს, ამიტომ სიები პირდაპირ მოდის ცენტრალურიდან პარტიიდან და ამ სიების ტიპებს აძლევენ უკვე სერტიფიკატებს, ეს რაღაცა გამოცდები რომ მოიგონეს და ამის კონტროლის ფაქტობრივად შეუძლებელია თავმჯდომარე მოადგილის სერტიფიკატს ვინც იღებს და შესაბამისად ეს სერტიფიკატები ვისაც ააღებინეს, ეს ტიპები არიან ახლა თავმჯდომარე მოადგილე მდივნები. ანუ ეს კიდევ ერთი ბერკეტი, ანუ მე რას ვიძახი, იცი, ანუ გაყალბების ანუ რო გააყალბო, გჭირდება სისტემა. ეს სისტემა თუ არა აწყე, არჩევნებს ვერ აყალბებ. და ეს სისტემა რო აწყო, ანუ ნახეთ, აქეთ სუსი ყავს, შსს ყავს, ანუ სახელმწიფო აპარატი სრულად გადმოიტანე პარტიაში და იწყებს ახლა გაყალბებას და ამ გაყალბებას ჭირდება მექანიზმი, რომელიც იმუშავებს. ეს მექანიზმი იწყება CESCO-ს დაკომპლექტების წესიდან, შემდეგ ოლქის და შემდეგ უბანის. ეხლა კიდე შიგნით რო ჩავიდეთ, ამ უბანს ჭირდება უკვე მართვა, ხო, ვიღაცამ ხო უნდა მართოს გაყალბების სისტემა ქვევით, ქვედა დონეზე. არჩევნების გაყალბება ქვედა დონეზე ხდება ძირითადად. ხო, ანუ თუ იმ ეტაპამდე მიხვედი, რომ კალანდარიშვილმა დადგა და რაღაცა უბრალოდ დაწერა, იმ დაწერას რაღაცა საფუძვლები ჭირდება, მინიმალური, კიდე მინიმალური, ხო, იმიტომ რომ ის ბიულეტინი, როგორც მატერიალური სახით ბიულეტინი ხო არ ხრება, რაღაცა ინახება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ იქ ბიულეტინიც ის რომ დაიწყებს თავის მართლებას, რომ მე არჩევნები არ გამიყალბებია. რაღაცა არსებობს. ხო, რაღაცა ქვევით ფაქტი უნდა იყოს, რომ ამას დაეყრდნოს. რატო გეუბნება, რომ მიდი აბა ზოგადად უბანი გახსენი და ვნახოთ. ეხლა აღარ იძახის, კაცო, დალუქეს ეს აპარატები წაიღეს და მორჩა. ეხლა შეხედეთ, ხმას არ იღებენ. კიდევ აი თვითონ საარჩევნო უბანზე, ვისაც ხმა მიუცია, ყველამ იცის, რომ აი არჩევნები საიდან იწყება, კარებიდან იწყება, ხო? ანუ კარებში დგას კომისიის წევრი, რომელიც გიკონტროლებს, გააქვს თუ არა ხელზე მარკირება. ხო, ეს მარკირება რა არის, რომ კარუსელი არ დატრიალდეს. ერთი ადამიანის ბევრ უბანზე არ შევიდეს. ადამიანის სხვა უბანი, ანუ რა დატვირთვა აქვს ამ მარკირებას? ის რომ მე რომ მარკირებას გავიკეთებ, უბანზე რომ მარკირებას გამიკეთებენ, სხვა უბანზე ვეღარ შევიდე. ანუ ეს არის მნიშვნელოვანი. ხო. ამის შინაარსი არის ეს. გამარჩევის სითხეები არ ვარგო და 90%. სითხეები არ ვარგო და ეხლა ნახე ქართული ოცნება. წყალს და არაფერი არ რჩებოდა ზედ. ეხლა უყურე ქართული ოცნება ზრუნავს რაზე? რომ კარებში ვინც იქნება სითხეს, ასე ვთქვათ, ნაკადის მარეგულირებელი, რომელიც დაანათებს, ეს ტიპი უნდა იყოს სრულად გაკონტროლებული. ხო. ხო, ანუ პირველი ამორჩეველი რომ შეუშვას უბანზე თავარი ამოცანა. ამორჩეველი რომ მივიდა უბანზე, პირველი კომისიის წევრი ვინც ხდება, ეს არის რომელიც უმოწმებს მარკირებას. ხო, მარკირებას და იმას ანათებს. ეხლა უყურე რა გააკეთეს. კომისიის წევრებმა ვინ რა უნდა აკეთოს? ხო. ცვლილებამდე ეს წყდებოდა არჩევნების დღეს. დილით. ხო. ეხლა 7 დღით საათიდან 8 საათამდე. ეხლა 7 დღით ადრე გადმოწიეს. 1 საათში უნდა აერჩიათ, ანუ და ესეც როგორ კეთდებოდა, ხო? ანუ წილის ყრით იყო. ხო, კეჭის ყრა იყო. ხო, რენდომ ფურცლები. იქაც რა თქმა უნდა არსებობდა იქ რაღაცა ფურცლებს და მოდი მე ეს ვიქნები ეგეც იყო. კი, იყო ეგეთი შემთხვევებიც და მაგრამ იყო რომ შეიძლება ვიღაცა ისეთი იყო. დაშვება არსებობდა. იყო, შესაძლებელი იყო. დაშვებაც მოსპეს, დაშვებაც. კარებში აღმოჩენილიყო უცებ ოპოზიციის პარტიის წევრი. ან მართლა ნეიტრალური. ან დავალების არ შემსრულებელი. არა, დავალების არ შემსრულებელი. ხოცი ვარ, მაგრამ დავალებას არა, ეგეთ დავალებას არ ვასრულებ, რა, ხო არა ხა ეგეთ. ესე რომ მოდი დავაფორმულიროთ, ანუ მათთვის არასასურველი ან არასანდო. არასანდო. ხო. ეხა ესეც ხო უნდა დააზღვიო. ხო? ეგეც დააზღვიოს. ეხა პირდაპირ იფიქრეს, რომ მოდი პირდაპირ გავაუქმოთ და ნეიტრალურ ტიპს მივცეთ კარებში დადგომა. ამდენი ნეიტრალური ფიზიკურად აღარ არის და ამას გეტყვი რატო აღარ არის. ამიტომ რა გააკეთეს ახლა? ადგნენ და მოდი ეს წილისყრა გადავიტანოთ 7 დღით ადრე ჩავატაროთ. ხო, რომ 7 დღე მქონდეს წინ. შეხედე. მოდი რამე დასალაგებელი მაქვს 7 დღეში დავალაგებ. მოდი ახლა ამ მომრჩეველს კარგად აუხსნათ ეს 7 დღე როგორ შეიძლება გამოიყენოს ქართულმა ოცნებამ, ხო? ანუ 7 დღით ადრე სუსმა იცის ცოტა ზედმეტი ნათქვამი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ოფიციალურად საიტზე იტვირთება, კაცო, ეს საჯაროდ ხდება. საჯაროდ ხდება, რომ მე ვიქნები ნაკადის მარეგულირებელი. ხო, აი მაგალითად ლენე აღმოჩნდა ნაკადის მომწესრიგებელი, რომელიც არის არასასურველი ქოცებისთვის. რა ხდება ამ შემთხვევაში? 7 დღის განმავლობაში, მოდი ახლა რომელიმე მუნიციპალიტეტზე დავშალოთ რა. ანუ აი
თბილისი ხო გასაგებია, 700 უბანია, თბილისი მეტნაკლებად, ანუ თბილისში ესე გამართულად სისტემა ყოველთვის ვერ მუშაობს, რაღაცა ხარვეზები აქვს თვითონ კოცებისთვისაც, ხო? ჩვენ ჩანაწერებში ხო მოვისმინეთ რა ამბები. იმიტომაც წააგეს გაყალბების მიუხედავად. იმიტომაც წააგეს გაყალბი, ვაკე წააგეს. ყველაფერი წააგეს. კი. რეგიონებში მარტივია. ხო, ეხა რეგიონებში ნახე როგორ არის. არის ისეთი მუნიციპალიტეტი და რომელშიც არის მაგალითად 24 უბანი, 30 უბანი, 40 უბანი, ანუ რეალურად 40 ადამიანი ყავს ეხლა გასახაზი მას. დასავებორკებელი, ზუსტად იცის მისამართი, ყველაფერი იცის, ყველაფერი იცის და ამ 40 ადამიანს ეჩალიჩება სკოლის დირექტორი, სკოლის მასწავლებელი, სუსი, შსს, პროკურატურა, გარემოს დაცვა, მეზობელი დასაქმებული, ნათესავი დასაქმებული და ასე შემდეგ. ანუ ძალიან დიდი ზეწოლა მიდის იმ ადამიანზე, ვინც მაგალითად შეხვდა ნაკადის მომწესრიგებლობა და ამათი არ არის. და ამათი არ არის. ანუ არენდობიან რა. ძალიან, ანუ შანსები იზრდება იმის, რომ ეს ადამიანი უბრალოდ დაკერონ. არა, ან მოდი ეს ცუდად გადაბირებას თავი დავანება. უბრალოდ უარი ათქმევინონ. აი რავი, კაი არ მინდა, უარი არ მინდა რა. თუნდაც უარი ათქმევინონ, თუნდაც მოკლედ ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანი 7 დღის განმავლობაში ისე დავერბოგდება და ისე იქნება ამ ადამიანის საქმე, რომ ეს ადამიანი იქნება სრულად გაკონტროლებული. ხო, 7 დღე წაიგდეს საქმე. ამის შანსი არსებობს. ხო. ეხლა მოდი ცოტა სიღრმეში შევიდეთ უბანზე, ხო? ანუ მარკირება გავიარე და ეხლა მივდივარ რეგისტრატორთან. ხო. ხო, ანუ ვინები არიან ეს რეგისტრატორები? ცვლილებამდე რეგისტრატორიც შესაძლებელი იყო მოხვედრილიყო რომელიმე ოპოზიციური კომისიის წევრი. არა მათთვის სასურველი ადამიანი. არა მათთვის სასურველი ადამიანი. ეხლა შეიტანეს ცვლილება და რეგისტრატორები არიან მხოლოდ ნეიტრალური, ანუ მათ მიერ დანიშნული ტიპები. ანუ ის ადამიანები, რომლებიც აკეთებენ ამომრჩევლის იდენტიფიცირებას, ანუ უმოწმებენ პასპორტს, ვერიფიკაციის აპარატში ატარებენ, სადაც ელექტრონული არ ტარდება, სიაში ეძებენ, ანუ ამომრჩევლის პირველი შეხება აქვს, მეორე შეხება უკვე აქვს რეგისტრატორთან. და ესეც ბოლომდე 100%-იანად გადააზღვიეს, რომ იქაც არ მოხდეს არანაირი ტიპი, იმიტომ რომ გაყალბების სისტემა სჭირდება სიზუსტე და ზუსტად შემსრულებელი ხალხი. ამიტომ ეს ჯაჭვი არ უნდა დაირღვეს. ამ ჯაჭვის ერთადერთი არა, ერთ-ერთი და მნიშვნელოვანი რგოლი არის, რომ რეგისტრატორი უნდა იყოს ძალიან სანდო ადამიანი. ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ აი პირადო პასპორტებს რო აჩვენებდნენ და შიგნი რო პირადი ნომერი იყო ჩადებული ფურცლით, ხო? იმიტომ რომ ამას უნდა შეეყვანა ეს პირადი ნომერი და ეს უნდა ყოფილიყო სანდო. ეხლა იქ რომ მოხვედრილიყო მაგალითად ჩვენი პარტიის მაშინ კომისიის წევრი არ ყავდა, მაგრამ წარმომადგენელი იყო, მაგრამ მაშინ არსებული ოპოზიციური პარტიული წევრები რომ მოხვედრილიყო, ხო? მაგალითად ევროპულ საქართველოს ყავდა მაშინ წევრი, ნაციონალურ მოძრაობას ყავდა მაშინ წევრი და ეს რომ მოხვედრილიყო რეგისტრატორთან. ანუ ამ ტიპთან ხო ვერ მიხვიდოდი შენ ესეთი რაღაცით. შესაბამისად, ამას ჭირდებოდა სრულად ისეთი ადამიანის ყოფნა იქ, ვისაც ბოლომდე ენდობოდი. ხო. ამიტომ კანონში ესეც შეცვალეს და ეს რეგისტრატორები არიან მათ მიერ არჩეული ნეიტრალური ტიპები. ხო. ხო. და ანუ ფაქტობრივად ჩაკეტილი არის ეს სისტემა. ეხლა შემდეგ კითხვა დაისმება ესეთი, რომ ეს რეგისტრატორები კი არიან ნეიტრალური ტიპები, მაგრამ მოდი ესენი დავაკვირდეთ, ხო? ანუ დამკვირვებლის ნაწილიც რო განვიხილოთ, ეხლა როგორ შეიძლება ამ რეგისტრატორს დააკვირდე? ხო. რომელიც ვერიფიკაციის აპარატში აკეთებს ამორჩევლის იდენტიფიცირებას. ანუ თუ შენ ვერიფიკაციის აპარატიდან მოშორებით 2 მეტრით წინ დადგები, საერთოდ ვერაფერს ვერ დაინახავ და ყველაფერი იქნება იდეალურად. დაკვირვებას აქვს მნიშვნელობა, როდესაც რეგისტრატორს დაადგები უკანა მხრიდან. შეხედავ რა განთავსდები უკან მხარეს, რომ დააკვირდე პირადობის მოწმობას და დააკვირდე ვერიფიკაციის აპარატს, რომ მისი გადმოწოდებული ამორჩევლის მოწოდებული პირადობის მოწმობა ნამდვილად არის თუ არა ის ადამიანი, ვინც არის ვერიფიკაციის აპარატში. ახალი ცვლილების შესაბამისად, ანუ ესეც აიკრძალა.
ვერ დააკვირდები ანუ ვერ რეგისტრატორის უკან ვერ დადგები და ვერ დააკვირდები არჩევნებს. ანუ ფაქტობრივად რა ის 2024 წელს რო გააყალბეს და რა სისტემაც ქონდათ, ის კიდე უფრო გაართულეს. ეხლა დააზღვიეს მინიმალური რისკებიც. მაგრამ მე მაინც გონია რომ გახარი გაარხოს. ხო, 2024 წელს რო არჩევნების გაყალბების პროცესში ჩვენ ეს ფაქტები აღმოვაჩინეთ. ხო. აღმოვაჩინეთ, იმიტომ რომ დაკვირვების უფლება ქონდა რაღაც. ანუ მივიდნენ, დააკვირდნენ და ეხლა ეგეც აღარ. ყველა უბანზე ვერა, მაგრამ რაღაც უბნებზე ეს აღმოჩნდა. ეხლა ქართულმა ოცნებამ უყურა ამ ყველაფერს, სად ქონდა ხარვეზი. ხო, ანუ გაყალბების დროს ხარვეზი სად ქონდა და ის ხარვეზები აღმოფხრა ზუსტად. რომ მეორედ რო არჩევნებში გავა, იქ არაფერი შეეშალოს ვინმეს. მუშაობს. ანუ ამ მაგრამ სისტემამ უნდა იმუშაოს. ხო ეცლებები. ხო და აი ესეთი პირობები როდესაც არის, ესეთი ტექნიკური ხასიათის ოღონდ რა არის, ისი ძალიან ცუდია. ბესოს რო უსმენე, ბაბში აღარ მინდა არჩევნები. აი ძალიან ცუდია, როდესაც პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე ან პოლიტიკური პარტიის გემდივნები არ აქვს მნიშვნელობა რა, როდესაც ლიდერები არიან ეთერებში და ამ ადამიანებმა არიციან საარჩევნო კანონმდებლობა. საარჩევნო უბანზე არ არის ნამყოფი ხა. ხო, საარჩევნო კანონმდებლობა არიციან და ის რომ პოლიტიკურად გადაწყვიტა ქართულმა ოცნებამ რომ არჩევნები გააყალბა, ეს გავიგეთ. ოღონდ ჩვენ ამ მომრჩეველს ისიც უნდა ავუხსნათ, რომ ეს როგორ ყალბდება, როგორ ართმევენ ამ მომრჩეველს ხმის უფლებას. პარტიებს გაუყალბეს არჩევნები. პარტიას გაუყალბეს არჩევნები, ამ მომრჩეველს გაუყალბეს არჩევნები და პარტიამ ვერ მიიღო. ხო, ამ მომრჩევლის ხმა ვერ მიიღო პარტიამ, იმიტომ რომ ამ მომრჩეველს წაართვეს ხმა. და ეს ამ მომრჩეველი იმსახურებს იმას, რომ ჩვენ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც არჩევნებს ვაკვირდებით, რომლებიც არჩევნებში შევდივართ და ზოგადად პოლიტიკური პარტიის ძირითადი სამუშაო არის არჩევნებში შესვლა, მოგება და ხელისუფლებაში მოსვლა, ეს არის მიზნები პარტიის. ჩვენ უნდა ავუხსნათ ამ მომრჩეველს ქართული ოცნება როგორ აყალბებს. ანუ უნდა ვუთხრათ, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ არჩევნები გააყალბოს და შემდეგ ეს გააკეთებინა სახელმწიფო აპარატს და ამის შემსრულებელი ტიპები ვინები არიან, იმიტომ რომ ამ მომრჩეველმა უნდა იცოდეს, რომ საარჩევნო უბანზე რო ხდება რეგისტრატორი, მისი მასწავლებელი, მისი დირექტორი, სკოლის დირექტორი, მისი ნათესავი, უნდა იცოდეს, რომ ის მისი ნათესავი არის იმ გაყალბების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და ის ადამიანი რო არ ყავდეს ქართული ოცნება, ანუ ბიზნეს ევანეშის რამდენი შემსრულებელი არ ყავდეს, ხო ვერაფერს ვერ გააკეთებს. ეს ადამიანები ძალით კი არ აკეთებენ რამეს. ეს ადამიანები ფულის სანაცვლოდ აკეთებენ ამ ყველაფერს. ბესო, ნახე, ძალიან საინტერესო რაღაცები თქვი და კიდე ერთი რამე მინდა დავამატო რა. ძალიან სწორი თქვი, რომ აი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი, რომელიც დგას ეთერში და ამას საუბრობს, სამწუხარო რეალობა, რომ საარჩევნო უბანზე არ ყოფილან, არც დამკვირვებელი, არც კომისიის წევრი და ბოდიში, მაგრამ 2013 უკვე ბიზნეს პირობებში 13-ში საპრეზიდენტო არჩევნები რო იყო, კუმურდოში ვიყავი, იმათ რა ქვია, დამკვირვებლად საარჩევნო უბანზე. 2014-ში კანდიდატი ვიყავი, ნუ ვერ ვიქნებოდი. იმაში რა ქვია, 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში გურიაში ვიყავი დამკვირვებელი და იქ არჩევნებს ვაკვირდებოდი. ესე იგი 21-ში დამკვირვებელი ვიყავი იმაში რა ქვია, რუსთავში და იქ არ არსებობს არჩევნები თუ კანდიდატი არ ვიყავი სადმე და არ მონაწილეობდი რომ არჩევნებს საარჩევნო უბანზე ვაკვირდებოდი დილიდან საღამომდე თავის დათვიდან ანუ ეს თუ არ იცი ეს სისტემა შენ თქვის არ იყოს გამოდის და რაღაცას არ ახუნებს მე ეხლა ამას ვიზამ და მე ეხლა ამას სისულელე წარმოდგენა არ აქვს და ეხლა რა ჩამოთვალე მინდა ფაქტი არა ფაქტები მინდა მოვიყვანო ერთ რაღაცას ვიტყვი და მე გავაგზელოთ არა ეს ძალიან მინდა რომ თქვა ნახე იმიტომ რომ უბნებზე შენ რო ამბობ შენ ხო თქვი რაღაცები და მე სახელი და გვარები მინდა თქვა კაცო კონკრეტული кейსები მინდა რა ნახე ისი кейსები მინდა შენ ხო თქვი რომ ნეიტრალური ადამიანები რო არიანო ესე ნიშნავენო რა რომ აი კოცები არიან და მარტო სიტყვით კი არა მე მინდა ეხა ფაქტი გითხრა ერთ-ერთი არჩევნების დროს მონიტორინგი ვაწარმოეთ და ეხა ეს არის ერთ-ერთი არჩევნების ეს არის დადოკუმენტირებული და მოვყვები რამდენიმე ოლქის შესახებ სადაც ოლქმა შე რო თქვი რომ იქო და თავის ტიპებს ნიშნავენ და ნეიტრალური კოციაო ეგ ნეიტრალური როგორი კოცები არიან ეხა გეტყვით ჩამოვთვლი მაგალითად ესე იგი
საბურთალოზე ოლქში ნეიტრალურ წევრად დაინიშნა ვინმე ისა რა ქვია მაია ფეტიაშვილი, რომელიც კრწანისის ოლქის თავმჯდომარის ცოლი იყო. მაშინ რო კრწანისის ოლქში თავმჯდომარე იყო, მისი ცოლი დაინიშნა ნეიტრალურ წევრად. ესე იგი, ანუ კოდი დაინიშნა იქ ნეიტრალურ მე რაც გითხარი, ოჯახის წევრებს ნიშნავენ. კი, აი ხა გეტყვი. თბილისში კრწანიში, ეხა უყურე ის ხო კრწანისის ოლქის თავმჯდომარის ცოლი ხო იქ დაინიშნა. ეხა უყურე კრწანიში მაგალითად დაინიშნა თამილა რობაქიძე, რომელიც ვაკის ოლქის თავმჯდომარის ცოლი იყო, ანუ იმ დროს რო წარო, მიხდით ცოლები ესა ერთი კრწანიში გაუშვა თავმჯდომარემ იმან აქ. მანდაც მეტყველებს. ეხა გავაგზელებ. ქართულ ოცნებას როგორი კრიზისია გამომრჩა, ანუ ვერ პოულობს ისეთ ადამიანს, რომელიც მას მოემსახურება და კი, გავაგზელებ. არ არის ეს ფაქტი უნდა უთხრათ ადამიანებს. მარტო ის კი არნე, მაგალითად თბილისში ნაძალადოში თამარ ცირეკიძე ყავდათ ცეცკოს სწავლების ცენტრის სამმართველოს უფროსის ზურა ლუაშვილის მეუღლე. დანიშნეს იქ რომ ვითომ არაფერი ის ნეიტრალური წევრია კაცო ეს. აი საგარეჯოში მაგალითად ანა თატრიშვილი ყავდათ დანიშნული ნეიტრალურ წევრად. საგარეჯოს მერიის თანამშრომელი ქართული ოცნების აქტივისტი. ვითომ ნეიტრალურად ასე აირჩია ოლქმა. გურჯაანში იყო ასეთი კიდე გურჯაანის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომელი, რომელიც ქართული ოცნების რეკომენდაციით იყო ჯერ უკვე მერიაში დასაქმებული, ახლა ნეიტრალურ წევრად. თელავი ლეილა სიბაშვილი, ცესკოს თავმჯდომარეს მაშინ რო იყო, ესე იგი მაზლის ცოლი. ხო, წინა თავმჯდომარე მათი ოჯახის წევრები ხო? მარნეული სოსო კუპრაშვილი, სოფელი წერეთლის გამგებლის შვილი, ასევე მერიის, ანუ პირადად ვიცხოვ. ეხლა მარნეულში ვიყავი 3 წელი. იცი ესე იგი ვიზეთ ვლაპარაკობ. თეთრი წყაროში ნატო ჩადუნელი იყო დანიშნული. საოლქო კომისიის თავმჯდომარის ძმის ცოლი, ნეიტრალურ წევრად. ორსაც ჩამოთვლი, ბევრს. რა მინდა იცი, ამით მარტო იმის თქმა მინდა რომ ეხლა რასაც ვთვლი, ეს არის ფაქტია. შენ რაც ილაპარაკე რომ ნეიტრალურ წევრად ნიშნავენ კოცებს და პირობითად აი ესეთ აი ფაქტს ვამბობ და ცოლები და შვილები. გორში ნანა გელაშვილი ქარელის საოლქო კომისიის თავმჯდომარის ცოლი დანიშნეს ნეიტრალურ წევრად. ქარელში გაცვალეს ეხა აქით გორის საოლქოს თავმჯდომარის ცოლი დანიშნეს. ანუ ეს არის ფაქტები, კიდე ყოფილა. ამბროლაურში ყოფილა ეგეთი ქეთევან ბაღაშვილი წინა საკრებულოს თავმჯდომარის ცოლიო. ანუ ესე იგი ქართული ოცნების საკრებულოს წევრი იყო, იმის ცოლი ნეიტრალურ წევრად დანიშნეს. მესტიაშიც იყო სუსის უფროსის ცოლი მარიანა ბენდელი. 73-ვე ოლქში ექსი არის. არა, ეს მინდა მათ შორის გარდა იმისა YouTube-ზე სოციალური ქსელისთვის რომ ეს ნახოს უნდა საზოგადოებამ. და ამასობაში არ დაგაუწეთ გამოიწერეთ ჩვენი არხი. ეს რასაც შენ საუბრობ, ხო? რაც ეხა შენ თქვი, ეს არის ხო მტკიცებულებებია. ანუ შენ რაც ჩამოთვალე იმ არგუმენტის გასამყარებლად მოიყვანე უბრალოდ, შენ მოყევი ეს, ხო? რასაც შენ საუბრობ რომ ნეიტრალურ და ეს არის ოლქი. და ზუსტად იგივე პრინციპით ჩამოდიან მე საარჩევნო უბანზე. კი, ზუსტად აი ახლა მითხარი რის თქმა გინდოდა არ გაცადე არაფრით. ხო, არა, უბრალოდ მოვსაქვე მაგის გაგრძელება არის ის რომ ეს ადამიანები რომლებიც ფიზიკურად მონაწილეობენ გაყალბებაში, ანუ ფიზიკურად არიან ჩართული ამ ყველაფერში, ამ ადამიანების შესახებ უნდა იცოდეს ამომრჩეველმა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ ჩვენ ავუხსნათ როგორ ყალბდება არჩევნები. მეც რა გამახსენდა ის რო არის რა ქვია ვიჩია იაგო რომელიც გამოდიოდა და მე ვერ დავრწმუნდიო ანუ ვერ დამარწმუნო ოპოზიციამო არჩევნები როგორ გაყალბდაო და ამ ტიპს რა გაკეთებული იცი 2021 წელს 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა რომ მიიღო მისმა პარტიამ კანონმდებლობის შესაბამისად მოიპოვა კომისიის წევრის უფლება ყველა დონის არჩევნო კომისიაში და ქართულ ოცნებას მიყიდა ბიჭო კომისიის წევრები? ხო, კომისიის წევრები მიყიდა 800.000. არა, მე მახსოვს რომ იაგომ საჯაროდ გამოუცხადეს რომ იყიდე ძმო, ვისაც გინდაო. არა, ნახე, ეგეთი რამე არ შეიძლება. ეგეთი რამე არ შეიძლება, ვისაც გინდა ოპოზიციას რატო არ მისცა სრულად? ხო, არ გადავიხადეთ ალბათ. ხო, ქართულ ოცნებას ანუ რას ნისავს ფული კი არა, თუ ნახე არა, მე მის კაცო რასაც ამბობ, კარგად. სამწუხაროდ ისეთ პარტიას მიეცა კომისიაში წევრის დანიშნვის უფლება, რომელსაც ფიზიკურად 73 პარტიის წევრი არ ყავდა. ხო, მეს არა თუ საუბნოში ჩასულიყო, ხო? ნახე, ვერ დააკომპლექტა უბრალოდ. არა, მან კიდე უყურე რა არის მნიშვნელოვანი. სხვა შორის 2021 წელს ასევე ვერ დააკომპლექტა ვერც ელისაშვილის პარტიამ კომისიის წევრები. ხო. და ამ დროს იცით რა მოხდა? კანონმდებლობის შესაბამისად ქართულმა ოცნებამ, ანუ ნახე, გირჩმა კომისიის წევრები მისცა ქართულ ოცნებას. იმათაც იყიდეს. ხო, ანუ ტექნიკურად როგორ ხდება, ნახე, ქართულმა ოცნებამ სია მისცა
იაგო ხვიჩიას და დაანიშნინა, ან პირიქით, იაგო ხვიჩიამ ეხა ელექტრონულად ინიშნება და იაგო ხვიჩიამ პაროლები მისცა ქართულ ოცნებას. ანუ კარგად რო იცოდეს მაყურებელმა როგორ არის რა, რომ იაგო ხვიჩიამ ესე ჩატში გადაუგზავნა მისი პაროლები და იუზერი მას ქართულ ოცნებას და ქართული ოცნება იაგოს სახელით ნიშნავდა ქართული ოცნების ტიპებს. ასევე იმ პარტიებმა, რომლებმაც ვერ აითვისეს მისი ეგრეთ წოდებული კვოტა. ქართულმა ოცნებამ გამოაცხადა კონკურსი და თავისი ტიპები, ანუ ნეიტრალის შენიღბით, ნეიტრალური ტიპის შენიღბით, მათი წევრები დანიშნა. ეხლა ნახე, რატო ჭირდება ქართულ ოცნებას, ანუ უმრავლესობა ხო აქვს. და უმრავლესობის გარდა კიდე ჭირდება უფრო მაღალი კვორუმი. ეს არის 12 კაციანი კვორუმი. ნუ 11-12 კაცი. და რაში ჭირდება ეს? ეს ჭირდება უბნის გასახსნელად. ანუ ნახე, ჩვენ როდესაც გამოვდივართ და ვიძახით, რომ უბანზე მოხდა გაყალბება და აქ ჩაიყარა და თუ 12 კაცი თქოს რომ გაიხსნა, გაიხსნება. და თუ 12 კაცი თქოს რომ არ გაიხსნას, არ გაიხსნება. არ გაიხსნება და ის 12 კაციანი უმრავლესობა უნდა რომ არ გაიხსნას უბანი. კი, ეს უნდა შეკრას. ეს ტექნიკურად უნდა შეკრას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის, ეს მოცემულობა. იქ რომ გაემაზო და მართლა ყველა უბანი გაიხსნას, ხო, იქ რომ აღმოჩნდება ბევრი რამ. ხო, ანუ აღმოჩნდა რომ მაგალითად 12 ადამიანი არის თანახმარო, ასე ვქვია, უბანი გაიხსნას, ხო? და ის უბანი რო გაიხსნება, იქ ხო ჩანს მე რომ ის ბიულეტინები არ ემთხვევა. ახლა მაგალითად ნინო წმინდა რო გახსნა, ახალქალაქი რო გახსნა, იქ ხო რაღაც საშნელებები აკეთეს. პირდაპირ მარნეული რო გახსნა ის უბნები. ხო, იქ ხო ნახავ ნათლად რო არ ემთხვევა ერთმანეთს, ხო, ციფრი ოქმი და რეალობაში ხო სწორი ხარ, ეგრე გააკეთეს, სადაც უფრო მეტი შეუძლიათ, იქ აიღეს ხმების ამბობენ რომ ავიღეთ 80-90%, საშუალოდ კი ავიღეთ ძმაო მე 40%, მაგრამ აი მაგალითად შენასაც ამბობ, ნინო წმინდაში გქონდა მე 90%-იანი მხარდაჭერა, რაც ტყუილია, ცხადი არ ქონდა, მაგრამ იქ მარტივი იყო გაყალბება. რეალობაში აი გაყალბების პირობებშიც კი რო აიღო, საქართველოს რუკას რო დახედო, ხო? აღმოჩნდება რომ 3-4 მუნიციპალიტეტში აიღეს იმდენი ხმა, რითაც გადაწონეს მერე რომ მაგალითად თბილისი წააგეს, რომ დიდი ქალაქები წააგეს. ოღონდ ამ ყველაფერს ჭირდება იქ ადგილზე შემსრულებელი ტიპები რა. მიხვდი? ანუ რასაც დაწერს ეს ბიულეტინს, იმაში რასაც დაწერს ოქმში, ის ციფრი უნდა დაჯდეს ბიულეტინის რაოდენობაშიც. ანუ ეს უნდა გააკეთოს. ამას მიყვებიან. ანუ ამბიცია აქვს რომ ესე იყოს, რომ მე შენ რო ეტყვი რომ იცი რა არის, არჩევნები გააყალბე, ის გეტყვის რომ აქ ხო წერია 100. გახსენი 5, აქაც წერია 100. ანუ ნახე ეს კარგად არის. ოღონდ სინამდვილეში ეს 100 ხმა როგორ მოიპოვა, ის რომ გარეთ ზეწოლა იყო, ის რომ მოისყიდა, ის რომ პირადობის მოწოვა დააყვა, ის რომ კარუსელი დაატრიალა. ანუ ეს მე ტექნიკურ საკითხზე გადმოდის უკვე ძალიან რომ აი ბიულეტინების რაოდენობა ხო ემთხვევა. ანუ აქაც კი გადააზღვია მე თავი რომ ესეც ვერ გახსნა. ანუ ის რო ტიპი გარეთ აკაჩავა ხმა ძალით მიაცემინა, გაუკონტროლა ყველა ხმა და მე უკვე ჩვენ რაღაცაში დავიჭირეთ ოპოზიციამ ქვევით რომ მაგალითად კარუსელს ატრიალებდნენ, ხო და მოვითხოვე მე უბანი გამიხსნა, ანუ აქაც გადაზღვეული არის. რომ 12 კაცი არის. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს უბანი საერთოდ არ უნდა გაიხსნას და მე რაღაცა რენდომში არჩევს, ესე შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, რაღაცა უბნებს დავარცხნილს, რომ აი რაღაც არაფერი არ ხდება, რომ ყველაფერი კარგად. ეხა ერთი არჩევნები ყალბდება როგორც არჩევნებამდე, ასევე არჩევნების პერიოდში. არჩევნების დღეს, უშუალოდ იმ დღეს. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ დეტალურად დავხსნათ, როგორ ყალბდება არჩევნები არჩევნებამდე, ანუ საარჩევნო დღეს და როგორ ყალბდება არჩევნები არჩევნების დღეს. იმიტომ რომ ამომრჩეველი კიდევ უფრო კარგად მიხვდეს და უფრო მეტი ზეწოლა განახორციელოს იმ პარტიებზე, რომლებიც ამ პირობებში იტყვიან, რომ უნდა შევიდეთ და არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა. ეხა კიდე ერთი ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ხალხის ინფორმირება. კი, გავიგეთ. რომ გადაწყვეტილება, აი ის ძალიან ისეთი ის არის ხოლმე გახარიას პარტია და კიდე ესეთი რაღაც გაურკვეველი პარტიები იყენებენ ხოლმე რომ ჩვენ ამომრჩეველს უნდა შევეკითხოთ. აი კაცი. და ის ამომრჩეველიც უნდა იყოს ინფორმირებული რომ შეეკითხებიან, პასუხი უნდა კონდეს მე შემდეგ ამომრჩეველსაც რომ ეგრე არ არის. ეხლა ნახე ერთი რამე მინდა თქვა, ექსკლუზიურად ვამბობთ ეხლა ამ გადაცემაში ფაქტობრივად არც სატელევიზიო სივრცეში არ თქმულა. და ძალიან საინტერესო დეტალია სხვათა შორის. CSGO-სა და კომპანია Smartmatic შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიღება, ჩაბარების და ინსპექტირების ყველა აქტს. ანუ ჩვენ ვამბობთ, რომ აი ელექტრონულში ესე ვთქვათ, გაყალბება როგორც მოხდა და უზრუნველყო ასე ვთქვათ, ვიზინა ივანიშვილმა და კალანდარიშვილმა, რომ ეს გაყალბებული ყოფილიყო, ვინ არის ადამიანი, რომელმაც ამ აპარატზე, ამ მიღება ჩაბარებებზე ხელი მოაწერა, ანუ ვინ თქვა, რომ ყველაფერი კარგად არის.
ანუ ვინ თქვა, ვინ აწერდა ხელს. ესენი არიან, ესე იგი, საარჩევნო საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი რუსუდან ლელაშვილს აქვს მოწერილი ხელი ამაზე. საფინანსო დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მართვის განყოფილების უფროს გიორგი გაბაშვილს და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. ტექნოლოგიების პროექტის მენეჯერი, აიყურებ თავარი ტექნოლოგიების პროექტის მენეჯერი, ვინც რეალობაში პასუხისმგებელი იყო აი ამ ყველაფერზე, ვინ აიღო მის თავზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ადამიანი გახლავთ გიორგი სტურუა. CSKO-ს მდივნის გიორგი ჯავახიშვილის მამიდაშვილი. თვითონ გიორგი ჯავახიშვილისაც ხო თქვით, რომ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ვიცემერის ახლა იმის ცოლისძმა და ესე იგი და სანდოპირით თქვით, ხო, ანუ თავარი დავალების შემსრულებელი რომ მიდის იმ ლონდრე კალანდარიშვილთან შედარებით რომ უფრო მეტ პატივსცემენ ალბათ CSKO-ში, ეგეთი ტიპი უნდა იყოს ჯავახიშვილი, ეგრე წარმომიდგენია, თორე ხა მაგის გადასაწყვეტიც ხო არაფერი არის, მაგრამ ნახე, ესე იგი საქართველოში ამხელა ქვეყანაში ვერ მოიძებნა სხვა მართლა ნეიტრალური ადამიანი, რომელიც ტექნიკურად, ასე ვთქვათ, ამაზე პასუხისმგებელი იქნებოდა და Smartmatic და კომპანიასთან, რომელთანაც და აგერ არის ეს რატო გიორგი სტურუა და ხელშეკრულება ხელი რო აქვს მოწერილი, ეს დოკუმენტები მნიშვნელოვანია. აქ არის აბსოლუტურად ის დოკუმენტები, რომელზეც ამ ადამიანმა ხელი მოაწერა, რომელსაც უზრუნველყოფა უნდა გაეკეთებინა, მათ შორის რომ ესენი კაცო რო გადიოდა გაჟონა ამ იმან რა ქვია ბიულეტენმა რომ ესენი არ მოხდა ტექნიკური უზრუნველყოფა მათ შორის აპარატებთან დაკავშირებული რა პრობლემებიც ჰქონდა ჩვენ ხო ესე იგი ეს მარკერი რატო იყო ეგეთი ხელშეკრულება რაზეც იყო გაფორმებული იმასთან შესაბამისობაში არ იყო და ეს აპარატი როგორც უნდა ემუშავა ისე რო არ მუშაობდა და ძალიან ბევრი პრობლემა ჰქონდა ამ კაცმა აიღო მოკლედ აგერ 2023 წელს 7 დეკემბერს არჩევნებამდე ესე იგი დაახლოებით 10 თვით ადრე გიორგი სტურუას აქვს ეს ხელი რუსუნა ლელაშვილი გიორგი აი ხელმოწერები აქვს ამ ადამიანს გაკეთებული და შემთხვევით ესე იგი აი შემთხვევით აღმოჩნდა რომ ეს ბატონი გიორგი სტურუა აღმოჩნდა ლონდრე კალანდარიშვილის მდივნის გიორგი ჯავახიშვილის მამიდაშვილი ეხლა ნახე რა მართლა ყველაფერს ხო აქვს საზღვარი კაცო ეს კალანდარიშვილიო იმის ბიძაშვილის ქმარიო ხო ქართუს აღმასრულებელი ეს ვიღაცის ნათესავი ისა რა ქვია ეს ჯავახიშვილი ეს ხელის მომწერიც ამის მამიდაშვილი წარმოგიდგენია კლანური მართლობის კლასიკა და მათ შორის აგერ რო ჩამოთვალეთ ცოლი, ძმისშვილი, ბიძაშვილი, მამიდაშვილი, ვითომ ნეიტრალურ წევრებად რო არიან დანიშნულები და მე საარჩევნო უბანზე ის აბსოლუტურად დეტალიზაციაში სადაც ჩახვედი რომ ის კი არა რომ რაღაც ელემენტარული უმრავლესობა რომ 12 კაცს როგორ არჩევენ, 7 დღით ადრე როგორ გადმოიტანეს, დაკვირვების უფლება როგორ წაგვართვეს. ანუ ფაქტობრივად ესე იგი ამ ადამიანებმა უზრუნველყეს რომ არანაირი არჩევნები ქვეყანაში არ ჩატარდეს, მაგრამ ესენი მაინც დავით მიდია რომ არა ჩვენ და ბესო დაუშვათ კორუფციაზე ბერს მუშაობდა იცი რომ მილიონებს მართლა მილიონებს იპარავენ და 100-დან შენ თქვის არ იყოს ეხლა თუ ვიღაცას ვინმე არ გაყო და ის დაიჭირეს თორე რაც შენგა გაკეთებული პირობითად კონკრეტული ფაქტებით კორუფციაზე ალბათ ნახევარი ქოცობა დაჭერილი უნდა იყოს ხო მარტივი რამე მაინტერესებს მართლა რომ მოიგოს ვინმე სადმე რამე და გადაწყვეტოს მე ბიძინა ჯერ ერთი ხო სერიოზულს არავინ არ მოაგებინებს ტაბლოც მაგათია შენ თქმის არ იყოს მართლაც რომ არ დაჭირდება გაყალბება ისე მოუგებს იმიტომ რომ ეგორი პარტია ერთმანეთზე რომ გადააბა ხო რაც არ უნდა მაღალი წარმოდგენის იყოს ვინმე 20 რა ვიცი ხო 30% რავი რა უნდა იყოს ბიჭო დანარჩენ 70-ს კოცია იღებს ხო ანუ მოუგებს მაგალითად დაუწერა ბიძინას აი მოდი რა დაუწერ ჯერ ერთი ბიზნეს არ უყვარს არაფრის ჯუქება არაფრის გაცემა აი მიცა რა ვიცი რა რომელი ქალაქი ვთქვათ ეხა ვინმეზე კასპს და საგარეჯოს რამეს კი არ ვერჩი მაგალითად რომელი ქალაქი აი გურჯაანი მისცა და მე გახდა მერი ოპოზიციონერი მე გავიდა ერთი კვირა და კორუფციას დაიჭირეს მერი რა ხდება არ დაიჭერს არ იკადრებს აი რა მე რა ხდება ანუ და მე ვიტყვით რომ აი პოლიტპატი მარია ეხა გურჯაანის მერი ეს რა გააკეთა ბიძინამ ნახე თვით ლუსტრაცია პოლიტიკური დევნა რა პოლიტიკური დევნა შენ იმას რა ქვია მე ერთი რამე უნდა ვთქვა ამ პოდკასტში აუცილებლად რა მიუხედავად იმისა რომ ბევრ რაღაცაზე შეიძლება განსხვავებულად უყურებთ რაღაცა სხვა პარტია გაქვს ბოდიში რა ვიღაცა რო აპირებს საარჩევნო კამპანიის ჩატარებას ამ დროს ნიკამელიას რატო არ უნდა ქონდეს საარჩევნო კამპანიის ჩატარების უფლება ეს რა წესია ზურა ჯაფარიძეს რატო არ უნდა ქონდეს აი ეს ორდრეში შეზღუდება გვარამიას მაგარ რაღაცას გეტყვი როგორი არგუმენტი გექნებათ იცი აი მართლა ისეთი რა ძალიან არც მორალურად არც პოლიტიკურად სწორედ გამოვლენა ორთვეში წინასწარი არავინ არ არის ვინ როდის გამოვა და ვის ამდე ხანს ჩასვამენ და ან თუნდაც ორი თვის მერე გამოდის პირობითად გეუბნები
თუნდაც გამოდის. ანუ შენ რატო უნდა იყო უკეთეს პირობებში და შენ დღეს რო გაქვს შესაძლებლობა რომ თავისუფლად იყო და გარეთ ატარო, ეს რანაირი პოლიტიკური გარემოა, რანაირი დემოკრატიული გარემოა, რომ ოქრუაშვილი და მინდა რომ მოვეფერო ამ კაცს რა. მიუხედავად მე ამ ოქრუაშვილს ასე პირადად დიდი ის არ მაქვს რა ქვია შეხება და არც ურთიერთობა არ ქონია და რატო ვამბობ იცი რომ მოვეფერო მეთქი? ჯიგარი მე რამდენი დაიჭირა ბიძინა. და ხშირ შემთხვევაში ხო იმიტომ რომ პოლიტიკური რაღაცა ხშირ შემთხვევაში რაღაცნაირად კონკრეტულ ადამიანს შეიძლება გამორჩებოდ ხოლმე და არ მინდა რომ ეს კაცი გამოგჩეს რა რომ მართლა ადგა და სპორტულებით მივიდა ბიჭო სასამართლოში რავი დამიჭირე კვედე და მან ეხა პრობლემა ნახე რა არის ის ადამიანები იმ პარტიის ლიდერები რომლებსაც უნდათ რომ არჩევნებში გავიდნენ ბიძინი ივანიშვილი დაიჭერს როცა უნდა მაშინ ანუ პრობლემა არის ქვეყანაში ვინმეს გამოსვლა კი არა პრობლემა არის ქვეყანაში რომ გამოსვლასაც და შესვლას წყვეტს ერთი ადამიანი და გამომდინარე აქედან ანუ რომელ არჩევნებზე ვსაუბრობთ ხო ანუ არჩევნებზე შევიდეთ იქ სადაც სრულად უპირატესობა აქვს არა როგორც ამომრჩევლის არა სრული უპირატესობა აქვს ანუ სახელმწიფო მიიტაც ამ ადამიანმა და ატარებს ისეთ არჩევნებს რომელ არჩევნებშიც მხოლოდ ის არის გამარჯვებული ის რომ მაგალითად რომელიმე საკრებულოში 3 კაცი 6 კაცი რაღაც ფრაქციას შეკრავ და ერთი ფრაქცია გექნება ეს არაფერს არ ნიშნავს იმიტომ რომ იმ ფრაქციას დაგიშლის მეორე დღეს ახალი კანონმდებლობას მიიღებს და დამთავრდება გამოსავალი ანუ პოლიტიკურ კრიზისში ვართ და სანამ პოლიტიკური კრიზისი არ აღმოიფხრება როგორ შეიძლება რომელიმე პარტიამ იფიქროს რომ არჩევნებში შევიდეს ისეთ დროს, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია. თან მიიღოს ისეთ არჩევნებში მონაწილეობა, რომელ არჩევნებსაც პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტის მანდატი არ აქვს. ანუ თვითმმართველობის არჩევნები გასაგებია, მნიშვნელოვანი არჩევნებია, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნები პოლიტიკურ კრიზისს ვერ აგვარებს. პოლიტიკურ კრიზისს აგვარებს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, ნდობა მოსახლეობის და აი ამ ხელახალი არჩევნების ჩატარება უყურთ რაღაცა წესებით. ეხლა კიდე აქ მეორე საკითხია მნიშვნელოვანი, რომ ამომრჩეველი არ მიდის არჩევნებში, მონაწილეობას არ იღებს. ანუ ამომრჩეველმა თქვა არ მივდივარ არჩევნებში და პოლიტიკური პარტია რატო გადის? ანუ პოლიტიკური პარტია არჩევნებში გადის, იმიტომ რომ ხმა მიიღოს და ამომრჩეველი თუ არ მიდის არჩევნებზე, ვისთან გადის პოლიტიკური პარტია? სწორი ხარ. და წეღან სხვათა შორის და ეხლა ბოლო დეტალი არის ფაქტობრივად გავედით ბოლოში. მე მინდა ერთ შენ წეღან თქვი რომ 12 კაცზეო ჭიდაობენ რომ უბანი არ გაიხსნასო რა. და ისა რა ქვია ჩვენმა კოლეგამ ლილე ძალიან აქტიურად აკვირდება არჩევნებს და კარგად ერკვევა და ლილემ თხოვა რომ ესო ძალიან მნიშვნელოვანიაო და აუცილებლად მე გავაჟღეროთ ესე იგი ჩვენ პოდკასტში რა. ამომრჩევლის რეგისტრაციის დროს ვიუ აპარატიდან ამობეჭდილი ქვით არის, ანუ შენ მიდიხარ გაიარე, არის დასტური იმის, რომ მივიღი არჩევნებში მონაწილეობა და ჩემი ხელმოწერითაა დადასტურებული. მივედი, გავატარე, ამოიბეჭდა ქვით არის ხელმოწერა. და იღე, რომელიც შემდგომ იყრებოდა სპეციალურ ყუთში. ამ ქვითრების რაოდენობა და არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა ტოლი უნდა იყოს. ანუ ხო, რამდენი ადამიანი? ხო, ირო ამდენმა 100-მა მიიღო მონაწილეობა, 100 ქვით არის უნდა იყოს იქ. ამასთანავე პირობითად დომილება დაშვებული. ხო, საზღვარგარეთ ყოფ ჩემ ძმას არ უნდა კონდეს რეგისტრაცია გავლილი. მაგალითად რა, pirobitad იმ იქ თუ ხელმოწერა არის იმის რა ქვია გიორგი ხაბეიშვილის რომელიც ამერიკაში იყო. არა და ნახე სად მივდივარ გეტყვი რა უნდა რის თქმა უნდა. ძალიან მარტივად გინდება ამით გაყავდა თუ არ არჩევნები პირობითად თუ ქვითარში წერია რომ საზღვარგარეთ ყოფი გიორგი ხაბეიშვილმა მიცა ხმა ხო ეწერება ხელმოწერით ხომ ნახავთ ეს თუ გაიხსნება რა. რა ქნა ქართულმა ოცნებამ იმის ნაცვლად რომ დაეკმაყოფილებინათ საჩივრები რამდენიმე ოლქში მაინც გაიხსნათ ეს ყუთები ხო ყუთები აი შენ რაც ვთქვი რომ 12 კაცი არ არისო და ყუთები გაიხსნათ და დაემტკიცებინათ რომ არჩევნები არ გაყალბებულა და არც ემიგრაციის ისენი არ გამოუყენებიათ პირადობები პირობითად იქ ხელმოწერებში და ასე შემდეგ გააქარეს პროკურატურაში ხო რომ აი ჩვენ გამოძიება დავიწყეთ სხვათა შორის საინტერესო ნეტა რა ხდება ჯიგრებო მაგ გამოძიებაზე იქ ისენი რომ დალუქეთ ეს რეგისტრაციის ქვითრები ეხლა რა არის ნახე აქ დასკვნა თერმული ქაღალდია და დროთა განმავლობაში აღარ იკითხება სპეციალური შენახვის პირობების სჭირდება ხვალზე რო გავა 2-3 წელი და გადაუვა ეს ფერი ვეღარ გავიგებთ იქ ხელმოწერა რო გააყალბეს პირობითად იმისი რა ქვია გიორგი ხაბეიშვილის ამერიკაში რო იყო და აქ ხმა ქართულ ოცნებას მისცა ხელმოწერა ხო იქნება მის მაგივრად გაკეთებული მაგრამ ვეღარ წაიკითხავ
ანუ აღარ გაქრება, იმიტომ რომ ეს თუ არ შეინახავ სპეციალურად, ხო ეს ქვითარი გაქრება, დადნება და აღარ იქნება. ანუ იქ კითხვა ამ ქვითარზე კითხვა შეუძლებელი გახდება რა. მაგის გარდა კანონმდებლობით არის განსაზღვრული რამდენი ხანი უნდა შეინახო. ეგენ და მე ჩვეულებრივად ექვემდებარება განადგურებას. ხო, კი ბატონო, არა, ამათ ხო პროკურატურაში წაიღეს და პროკურატურაში რო წაიღეს, სად არის ეგ გამოძიება? გავიდე 1 წელი, 2 წელი და თუ არაფერი არ დარჩა იმ ქვითრებზე და ვერაფერი ვერ წავიკითხე და ვერაფერი ვერ გავიგე. ხო, მე რა აზრი აქვს და სხვათა შორის მანდ არის ერთი დეტალი რა. კანდიდატის სტატუსი რო ქონდა, ხო, რა ვიგო ევროკავშირზე ხა და მე თქვა იმან კობახიძემ რომ არ მინდა ეს კანდიდატის სტატუსი იყოს 28-მდე გადავდეო და პროკურატურაში რო წაიღეს და დალუქეს სხვათა შორის მაშინ ითქვა რომ საერთაშორისო გამომძიებლები ჩაერთვებიან და ევროკავშირი მზად არის ეპატიჟებოდნენ ევროკავშირი მზად არის იქიდან როგორც ჩანს მიიღეს სიგნალი რომ ეს ხალხი მზად იყო ამ გამოძიებისთვის და უცებ გამოვარდა კობახიძე მოიცა არ მინდა კაცო ევროკავშირი გადავდოთ 2008 წლამდე და იმის მერე ეს გახსნილი აპარატები პროკურატურამ რო წაიღო ჭყალებში პროკურატურამ კი არა ვიძინამ წაიღო სახში დაალაგა ალბათ სადმე ხო წაიღო პროკურატურამ და რამდენი ხანი გავიდა თუ გაგიგე ერთი სიტყვა იმის კალანტარიშვილის კვლელობის არ იყოს თუ გაიგე მერე რომ სადმე რამე გამოძიება გაგრძელდა ჭირდება და ვერც გავიგებთ იმიტომ რომ ეხლა მსჯელობა მიდის რომ ისევ არჩევნებში შევიდეთ შესაბამისად ხო ეგრეა ამომრჩეველი ვერ იგებს როგორ მიდის პოლიტიკური პროცესები, იმიტომ რომ არ არის თანმიმდევრულობა. ამომრჩეველი ჩემი აზრით, სწორი ხარ. თანმიმდევრულობის შემთხვევაში ამომრჩეველმა ზუსტად იცის რა უნდა გააკეთოს. ეხლა ამომრჩეველი იძახის რომ არ მივდივარ არჩევნებზე, იმიტომ რომ ხმას მპარავენ. და გამოდიან პარტიები და იძახიან ჩვენ მივდივართ არჩევნებზე და რანაირად ამომრჩეველის გარეშე ჩატარებული არჩევნები რანაირად არის ლუსტრაცია არა მე გუშინაც ვთქვი ეთერში წინა ერთ-ერთი პოდკასტში ვთქვი მაგას ვთქვია ერთი სახელი ეგ არის დიდი იმით ცოტა მინიმალური ტუდაადეთ რომ გამოჩნდეს რასაცმაო ეგ არის ბოზო მართლა პირის მობანვა ბიძინა ივანიშვილისთვის და სკეპტიკოსებს ვეთყვი ვიღაცა წინაზეც რა ბიძინას უაყალბებდა კი სწორია და ჩემთვის მაგალითად ბიძინა 2013 წელსაც რუსი იყო შკრილნიკოვები და ესენი რომ გამოუშვა და მაშინ კი უკვე გასაგები იყო ჩემთვის ასაკეთებ და 2013-14 წელი იყო გავრილოვი რო ჩამოვიდა საქართველოში მაშინაც ჩემთვის ის გავრილოვი იყო და მაშინაც ვაპროტესტებდი მაგრამ საზოგადოება 2019 წელი იყო ხო გავრილოვი რომ აფეთქდა მთელი ქვეყანა ჩემთვის ეს გასაგები იყო ხო 20 ივნის ხო ჩემთვის ეს გასაგები იყო ბესო მაგრამ საზოგადოებას და დასავლეთით შეთანხმდა 2020 წელს და ყველა რო შეთანხმდა ეხლა იმ შეთანხმებიდან მე გავიდე კაცო ხო ყველა ეხლა შეთანხმდა და მე შევალ ეხლა ბიზნეს არჩევნებში მართლა ყველა არჩევნებში შევედით იმის იმედით რომ რაღაცა შეიძლება რამე არ გააკეთოს ან ხალხმა მაინც დაინახოს ესენი რის გამკეთებლები არიან ხალხმას დაინახა საერთაშორისო მხარდაჭერაც არის და ეხა იძახი ბიჭო რომ არჩევნებში უნდა შევიდე მოკლედ ვინ შევა მე ჩემი წარმოდგენა მაგ დაგვიტოვე შენი ბოლო სიტყვა ძმაო იმ ხალხზე ვინც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს რას აპირებს გითხარი შენი ასე ვთქვათ ბოლო სიტყვა და ასევე მოუწოდე მაყურებელს რომ გამოიწერონ ეს ჩვენი არხი ახლა რატო არის ცუდი ხაბეს პოდკასტი აბრეშობის გზა ვინმეს თუ გინდათ მომბძანდით ცუდი ნამდვილად არის დაგპატიჟებთ აგერ მიმუსაიფოთ პოდკასტია კარგი საშუალებაა ნელ-ნელა როგორც ვატყობთ ამ პოდკასტებზე და YouTube-ზე გადავეწყობით იმიტომ რომ ტელევიზიას ფაქტობრივად ხურავენ და ახლა YouTube-ს ვერ დახურავს ბიძინა ივანიშვილი იმიტომ რომ დახურვა არ არის მაინდა-მაინც რომ რაღაცა დაიჭირო ვინმე ძალიან მარტივია შეზღუდო ფინანსური რესურსი და რა კანონებიც მიიღეს ეს ეგრეთ წოდებული ფარა და რაღაცა სისულელეები რომ მოიფიქრეს ეს არის ერთადერთი ამ კანონების მიღებას აქვს ერთადერთი მიზანი რომ დაიხუროს სივრცე სადაც არის კრიტიკული აზრი YouTube-ი ვერ დაიხურა. ხო და ნახე რატო ვერ მერევია, იცი? ტემუდან გამოწერილი მიკროფონი. ჯერ მაგხელა ანუკის ტელეფონი, გაიგე ხა. ჯერ მაგხელა გაქანება ბიზნესი. ქიზნიყის ქუჩაზე გამოქვაბული სადღაცა იმ მიწის ქვეშ ზივარ დაგიჟებული არის, ვიტო ეს სად მომიყვანეო? 3 დღე მოდის იქ რა გადაცევის ჩასაწერა და ლენეც აქ რომ მოდის უკვე 400-ია. ხო, რაც შეეხება პარტიებს რა მოუწოდოთ, პარტიებს უნდა მოუწოდოთ მარტივი რომ დავრჩეთ ბოიკოტში. ჩვენ ბოიკოტში ვართ, ვიყოთ თანმიმდევრულები. და ბიძინა ივანიშვილის თამაშის წესებით არ ვითამაშოთ რა. არის ყველაზე მნიშვნელოვანი. დამპერდი რომ კორუფციის თემებზეც მოხვალ შემდეგში. რა თქმა უნდა, ბევრი მასალები ძალიან ბევრია, უამრავია, იმაზე მეტია ვიდრე წარმოდგენა აქვს ქართულ ოცნებას და მოუყვებით ყველაზე ვინ კარგი რაღაც თემები გავაკეთოთ. ვინ როგორ შოულობს მოკლედ საქართველოში. ფულს ოღონდ ეს ფული შოვება რა თქმა უნდა ჩვენს ხარჯზე, ჩვენ პატიოსანი გადამფრენებით. ნახე რა მაგრა დავიწყეთ სხვისი ფულისთვით და დავამთავრეთ ისევ სხვისი ფულისთვით. ბესო რა ხალხი ეგ არის ხა. სხვა გზა არა გვაქვს, იმიტომ რომ კორუმპირებული ხელისუფლება გვაქვს. ხო და ისე ჩვენ არ ვიშოვით ჩვენ წესიერი ხალხი ვართ, თორე ეხაც ვიშოვიდით. არ ვილაპარაკებთ ამ თემებზე ხა, რაზეც ვლაპარაკობ და ბიძინა გადაიხდით მაგაში. ერთმა დაგვიფაროს ეს სხვა შორის ეგ როგორი რაღაცა არის, იცი რომ კითხვა უნდა დაუსვა ადამიანს.
ხშირად არის ხოლმე ლაბორატორია. ანუ კი ჩემი ანგარიში მიეცდები. რატო არ იპარავ კანონის გეშინია თუ შენი ღირებულებაა ესეთი. ეგ არის. და ამიტომ ფოტოშოპის ერთი კაი კაცი ამბობს ხოლმე რა, დასათვლელი კიდევ ბევრია. ჩემი მეგობარი და ხშირად იძახის ხოლმე მაგ ფრაზას და მართლა ეგრე არის რა. რომ ადამიანი რო იპარავს, ეხა მოიპარე კაცო ეს დიდი არაფერი. იმას კი ვერ ხვდება რომ პარავს, იმაში რა ქვია, ბაღში რო სახელმწიფო აჭმევს ბავშვს, იმან რო უკეთ ჭამოს, აი ლუკმას პარავს. სოციალურ დაუცველს პარავს. ვისაც მედიკამენტი უნდა იმას პარავს. ჩვენ თემიდან გავედით ეხა საარჩევნო სარეხებო, მაგრამ კორუფციასთან დაკავშირებით არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთი რამე რა. რომ საქართველოს მოქალაქე ზუსტად ისე რომ ჯიდეს ხელისუფლებას როგორც დასჯის მისი სახლიდან ფულის მომპარავ ქურდს კი ვიქნებოდი ძალიან ჩემი აზრით სხვათა შორის ამაზე მე უნდა ვილაპარაკოთ მაგრამ სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ფულის მოპარვა უნდა გათანაბრდეს სამშობლოს ღალატთან აბსოლუტურად არ ხუმრობ აბსოლუტურად სრული სერიოზულობით ვიძახი და სხვათა შორის გოლდა მაიერი იყო რომელიც ასე ვთქვათ ამ იდეას ასე ვთქვათ ემხრობოდა ხო მე მართლა მგონია რომ ბიუჯეტიდან ფულის მომპარავი უნდა იყოს სამშობლოს მოღალატე ეხლა თქვენ დათვალეთ სანამ ჩვენ გადაცემას ასე ვთქვათ უყურებთ ამასობაში აბა გონებაში გადათვალეთ რამდენი სამშობლოს მოღალატეა ქართულ ოცნებაში ბატონო ბესო დიდი მადლობა კარგად ბრძანდებოდეთ მადლობა ყურადღებისთვის აბრეშუმის გზა ხაბეს პოდკასტი გამოიწერეთ აუცილებლად დაგველოდეთ შემდეგ ოთხშაბათს